საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა აქცენტები მე ეკა კვესიტაძე ვარ. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ჰომოფობიის პრობლემაზე საქართველოში. მანამდე კი დავით გარეჯი რა გახდა მიზეზი, რომ რამდენიმე დღის წინ აჟიოტაჟი ატყდა დავით გარეჯის გარშემო. ამ თემაზე დღეს ჩვენი სტუმარია ნიკა ვაჩეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან მალე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში გიგა ბუკერია, უშიშროების საბჭოს მდივანი და ის მოლაპარაკებების შესახებ ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. მანამდე სტუდიაში ვიქნებით, ბატონო ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. და თქვენი აზრით, რა გახდა იმის მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღეა დავით გარეჯი არის ეს ყველაზე ცხელი თემა, როგორც ვიცით, ხვალ აპირებენ მთელი საქართველოდან მღვდლები წავიდნენ გარეჯის ტერიტორიაზე, რაღაც მომლოცველობა იქნება და როგორც ისინი ამბობენ, ილოცებენ, რომ ეს ტერიტორია დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. ნამდვილად ძნელი სათქმელია რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს მოლაპარაკებებზე. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საზღვრის პრობლემა. ჯერ კიდევ მუშაობს კომისია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ რამდენადაც ვიცი უკვე რაღაც შეთანხმება არის მიღწეული და ამაზე გიგა ბუკერია ისაუბრებს. თუმცა მან 90 წლიდან მუშაობს ეს კომისია. არაფერი მუშაობს ამ სად უნდა გაივლოს საზღვარი, რა უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რომელი ტერიტორიები, მაგრამ რატომღაც მოხდა ამ თემით ხელახალი რაღაცა უფრო პოლიტიკური თემა გახდა, რა იყო მიზეზი თქვენი აზრით? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. მართლაც გარეჯი ისეთ თემაა, რომ უბრალოდ წარმოუდგენელი არ თითოეული ჩვენთაგანი არ ღელავდეს ამაზე და მას თითქოს ბედმა არ ვუნა ისეთი ხვედრი, რომ მოყოლებული რა ვიცი როდიდან სულ გარეჯთან არის დაკავშირებული ბევრი პერიპეტია, საზოგადოებრივი აზრის გამოთქმა და ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს. მაგრამ არის კიდე მეორე რეალობა, რასაც ქვია ისეთი ჯანსაღი ისტორიული რეალობა, რომელსაც უნდა შეხედო ყოველგვარი ემოციის გარეშე და სამწუხაროდ გარეჯი იქცევა ხოლმე ამ სენსიტიურობის გამო ისეთ თემად, როცა ის რაღაც ზედმეტ პოლიტიზირებული ხდება ხოლმე ხშირად ისეთი რაღაცა ძალიან დიდი ისეთი ნებათა ღელვის ასპარეზი და ჩვენ უნდა ყოველთვის შევხედოთ ძალიან ჯანსაღად, პრაგმატულად, სივიგონებით დავით გარეჯის პრობლემას. და ეს პრობლემა ჩვენ გადმოყვა, ფაქტობრივად უკვე ყველა ამაზე საუბრობს და მაგრამ ეს რეალობაა, ჩვენ გადმოყვა ისევ როგორც ბევრი პრობლემა საბჭოთა კავშირის დროიდან. ფაქტობრივად ეს იყო რაღაცა 20-იან წლების ბოლო, როდესაც მოეწერა ხელი ამ ადმინისტრაციულ ეგრეთ წოდებულ საზღვარს და მას მერე ეს მოეწერა ხელი ბევრი მიზეზიც იყო, მაგრამ ერთ-ერთი არის თხემზე არის გავლებული ისევ როგორც ყველა სახელმწიფო საზღვარი გადის ხოლმე ამ დინარეებზე, როგორც ცნობილი, ამ თხემზე. ამიტომ ესეც ამ ლოგიკას სხვა ვითარებასთან ერთად ამ ლოგიკასაც ჰქონდა თავისი რა თქმა უნდა. ბუნებრივია მაშინ საბჭოთა მთავრობა არის ზრუნებდა იმაზე, რომ ეს მონასტერი იყო თუ კომპლექსი არ გაყოფილიყო და მან ვინ ჩააგდებდა რამე. და ასე მოხდა, რომ ფაქტურად საზოგადოების რაღაცა ნერვიულობის და საზოგადოების აქტიურობის გარდა ვისაც ეს ყველაფერი უნდა ყურადღება და რა ქვია გადაეწყვიტა ბუნებრივი მიზეზების გამო, საბჭოთა კავშირის გამო და მე 90-იან წლების გამო ის კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, რომ იქ რაღაცა მკაფიო სურათი გამოჩენილიყო, ან დაზუსტებულიყო, ან გადაწყვეტილიყო, ან მთელი რიგი რა ვიცი ადგილმონაცვლეობაზეა ხოლმე საუბარი, რაღაც რეჟიმზეა ხოლმე საუბარი, რომ ხელი არაფერ შეეშალოს იქ არც კვლევას, არც ტურიზმს და ეს არაფერი არ მომხდარა, ხო? და ეს ჩვენ ფაქტობრივად მივიღეთ, თქვათ, რეალობა მივიღეთ 2004 წლის აქეთ დახვდა კი არა, უბრალოდ მოვიდა ეს პრობლემა. თუმცა 90-იანი წლებიდან მუშაობს, რა თქმა უნდა მუშაობს, ეხლა მე არ მინდა კომისიის მუშაობა შევაფასო, ვიქნები შეიძლება არ არის ჩემგან კორექტული, ამიტომ მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს დღეს არაფერი შედეგი მათ არ დაუდგათ. ეს კითხვის ნიშნები არის და არის, მაგრამ თან მე მინდა იცით უბრალოდ გავიხსენო, დღეს ცოტა სამხრივად უყურებ ხოლმე, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი ესე ბედნიერად ვიყავით, მივდიოდით ხალხსგვინდოდა, გადავდიოდით, გადმოვდიოდით და ეს ასე არ ყოფილა, უნდა გითხრათ. მე მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც თქვათ, ფოტოფიქსაციის ლაბორატორია ძალიან ცნობილი ჩვენი ძველი სიძველეების ფიქსაციის ლაბორატორია
ოთარ ქობალიანის სახელობისა, მაშინ ეს ხდებოდა ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტზე გადაღება და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი იყო ეს ლაბორატორია. ვერ იმუშავა ბერთუბანში, იმიტომ რომ რო დაიწყეს მუშაობა, იყო ესეთი წინააღმდეგობა და ასეთი ფაქტები იყო. ანუ წარმოვიდგენთ ისე რომ ეს ეხლა გაჩნდა ეს პრობლემა და რაღაცა მაინდა-მაინც და არის მეორე ძალიან ისეთი აგრეთვე ჯანსაღი კი არა, უпростоრეთ ისეთი ნათელი მუშაობის მაგალითები, როცა არაფერი იქ ფიქსაციაც მიმდინარეობდა ფრესკების გამაგრებაც, მიმდინარეობდა კვლევები ძალიან სერიოზული და ახლა შორს რო არ წავიდა, ხომ? სულ ეხლა 2 თვის უკან ჩვენ გვყავდა სოფლიოში ძალიან ცნობილი კლდის კონსერვაციის და გამაგრების სპეციალისტი კლაუდიო მარგოტირი, რომელიც მუშაობს გარეჯის კლდის ქვაბულებზე, მათ შორის უდაბნოზე და ვარძიაზე. ეს არის აი სოფლიოში წამყვანი გამოცდილება, შეიძლება ითქვას, არაფერი, ჩვეულებრივად მიდის იქ კვლევები. ასე რომ ის რომ ჩვენ მოვინდომოთ ხოლმეს რომ ამ მესმის რომ ეს არის ძალიან ისეთი თემა, ძალიან სენსიტიური, პირდაპირ გულში ხვდება ადამიანს. მაგრამ რა მოხდა? სხვათა შორის ისეთი ცოტა ძნელი დასაჭერია, როდის შემდეგ დაიწყო ეს აჟიოტაჟი, რა იყო წყარო ამ გაუგებრობის და ამ რაღაცა თითქმის სკანდალის. ეხლა ჩვენ დღესაც იყო რაღაც მსვლელობა, როგორც აღნიშნე ხვალაც იმართება თვითონ უშუალოდ დავით გარეჯის მსვლელობა. რა იყო ამის მაპროვოცირებელი? ამის მაპროვოცირებელი ეხლა ამჯერად იყო აზერბაიჯანის სამხედროების იქ დგომა, რომელსაც მოყვა აგრეთვე ჩვენი სამხედროების საზღვარია, ეს გვინდა არ გვინდა, ეს დღეს პირობითია თუ არალეგალიზებულია თუ არადემარკირებული საზღვარია, მაგრამ ის დღეს საზღვრობს. სხვა საზღვარი ჩვენ არ აგვაქვს იმ მონაკვეთში აზერბაიჯანთან. იქ სამხედროების დგომას მოყვა ეს ამბავი, როდესაც შეიზღუდა ტურისტების მისვლა. და რატო შეიზღუდა? ეს რამეს მოყვა? იცით, ეს ძნელი საქმეა აზერბაიჯანის მხრიდან. ძნელი საქმეა ეს რას მოყვა, მაგრამ ვიმეორებ ეს არის საზღვარი, ეს სამწუხარო პრეცედენტია და ჩვენი მთავრობის მოვალეობა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ვიცი რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს დღეს ისე ინტენსიურად როგორც არასდროს, რომ ასეთი პრობლემები აღარ მოხდეს. ეს არის პრობლემა, რომელიც პერიოდულად ხდება ხოლმე, ეს არ არის დღეს პირველად მომხდარება. იყო ასეთი პრობლემები ადრეც. მაგრამ ვიმეორებ, მე დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა უნდა შეიძლება არ იყოს სიოლე, ეს ალბათ არ იქნება ერთ დღეში და ორ დღეში, მაგრამ ისევ როგორც არასდროს დღევანდელ საქართველოს ძალუც ამგვარი პრობლემის გადადგმა. მე ამაში ვარ დარწმუნებული. და რა შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან დათმობები, ხო? ბუნებრივია, როდესაც ორ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაღაცა კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ და კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, მათაც აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ბუნებრივია, მათთვის ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს ადგილი, რადგან სწორედ თხემზე გადის საზღვარი და თხემზე საზღვრის გასვლა არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც ესეთ ადგილებში გადის ხოლმე საზღვარი, ამიტომ რაღაც ისეთი მოლაპარაკება უნდა შედგეს, რომელიც მეტნაკლებად ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. თუ იცით რაიმე ამ მოლაპარაკებები, თუ იცით რაზე შეიძლება, რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს აზერბაიჯანული მხარე. იმისა რომ ეს პრობლემა გადაწყდება ისე როგორც უნდა გადაწყდეს, პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა, პირველ რიგში ჩვენ ძალიან მაღალი ისეთი გრადუსი მეგობრობისა, პოლიტიკური, მეზობლური სტრატეგიული რომელიც ფაქტიურად გამოარჩევს აზერბაიჯანს საქართველოს მეზობლებში. ასე რომ ეს ერთის მხრივ ეს მეგობრობა, მეორეს მხრივ ჩვენი პირდაპირ ესეთი განცდა იმისა, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება ჯანსაღად, რაც შეიძლება სწორედ, კონსტრუქციულად ურთიერთმეზობლობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, მაძლევს მე პირადად და მე ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის იმედი და ერთი ადამიანის ხედვა. საფუძველს რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ვივარაუდოთ არც თუ შორეულ წარმომავლობაში. მე კიდე დავაანონსებ, რომ ჩვენ ველოდებით ჩართვას გიგა ბოკერიასთან, რომელმაც უახლოესი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს, იმიტომ რამდენად ჩვენთვის გახდა ცნობილი ჩიკაგოში ორი პრეზიდენტი შეხვდა ერთმანეთს და მათ ისაუბრეს ამ საკითხზე, ამიტომ რაღაცა შედეგი მიღწეულია, ამ შედეგების შესახებ ჩვენ გიგა ბოკერია გვესაუბრება, რომელიც ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მალე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მანამდე ბატონო ნიკა, მინდა გკითხოთ, იქ იყო ასევე სხვადასხვა, როდესაც ესეთ თემას ეხება საქმე, ძალიან
ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგი მართალია, ზოგი არ არის მართალი. იყო საუბარი იმაზეც, რომ რაღაც ფრესკებს აფუჭებს აზერბაიჯანული მხარე, რომ იფხიკება ეს და ბუნებრივია ამის შემდეგ ტემპერატურა კიდევ უფრო აიწია, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, როდესაც ამაშია საქმე, რომ თემის პოლიტიზირებას აქვს ესეთი მინუსები, რომ ისეთი ხმა გავარდება ხოლმე და ისეთ დაბეჭდებით იტყვიან, ხა არ მინდა პოლიტიკურ პარტიები დავაკონკრეტო, მაგრამ იტყვიან ხოლმე, რომ თითქოს ეს ასეა, არა მარტო ეხლა, არამედ სულ რამდენიმე წლის უკანაც გვახსოვს, რომ ფაქტიურად აი შეგზარავს ადამიანს, რომ ამოდის რომელიღაცა სამხედრო კიდე რა ქვია აზერბაიჯანის მხარე და აფუჭებს ფრესკებს. გარეჩი სხვა შორის მინდა გითხრათ, მონიტორინგის სისტემა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც სხვა საქართველოს სხვა კომპლექსურ ძეგლებში შეიძლება რომ ვერც დავიკვეხნოთ, იმიტომ რომ პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ იქ პირდაპირ 24 საათიან რეჟიმში არის დედამიწის ინსტიტუტის გეოლოგიური რადარები, რომელიც გადმოსცემენ მიწისძვრისა და იქ ნებისმიერ ესეთ მოძრაობას თბილისთან 24 საათიან კავშირში. ეხლა სხვათა შორის ჩვენ ხელმეორედ ვაფუძნებთ მუზეუმ ნაკრძალს, რომელიც იქნება არა სახელმწიფოს, ესე ვთქვათ, მართვის ქვეშ, მენეჯმენტის ქვეშ, არამედ თვითონ ლავრის მონასტრის ქვეშ და ეს არის ერთ-ერთი ისეთი ყველაზე კარგი პროექტი, მე ვფიქრობ, თვითონ არა მხოლოდ კახეთში, მთლიანად საქართველოშიც ეს არის, არ არის ისეთი არ არის იაფი 2 მილიონამდე ლარი არის გამოყოფილი ამისათვის, რომ იქ აშენდეს საეკლესიო მუზეუმი, რომ ჩვენ როცა ვახსენებთ ხოლმე გარეჯს, სულ გონია და ადამიანი, ვინც არ არის ნამყოფი, ვისაც არ უნახავს რუკაზე, სულ მართლა გული გაგისხდება, რომ გარეჯს გვართმევენ. გარეჯი ძალიან დიდი ტერიტორიაა და ადამიანმა, როდესაც სანერვიულო არის, აუცილებლად უნდა თქვას ხოლმე რაშია ობიექტურად საქმე, იმიტომ რომ გარეჯი ძალიან დიდი ტერიტორიაა და აქ საქმე ეხება, მე ამას ვიმეორებ უკვე, მე მგონი მრავალგზე სიტყვა, იმ მონაკვეთს, რომელიც უნდა გადაწყდეს. და თვითონ გარეჯში ეს კომპლექსები არის მონიტორინგის ქვეშ, მე ვფიქრობ, რომ მან მუზეუმ ნაკრძალის ხელმეორედ დაფუძნება საბჭოთა კავშირის დროს იყო, ეხლა არის გარდამავალი ესეთი ქმედებები, ცალკეული პროექტები და ეს უნდა იქცეს აუცილებლად სისტემურ პროექტებად, კიდევ უფრო წარმოაჩენს დავით გარეჯს ისეთ თავის თელი ღირსებით, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მოდი გავაკეთოთ, თქვა გამოცემები დავით გარეჯს, მოდი რაღაცა პოპულარიზაცია გავუწიოთ რაღაც გამოცემებით, მაგრამ თუ ეს არ იქნა კომპლექსურად ამოხსნილი საკითხი, თქვა ამბობენ, რომ აი, თქვა ალბანურ ძეგლად მიაჩნიათ, რითი დაუპირისპირეთ, მოდი დავაწერინოთ ჩვენ მეცნიერებს. რა თქმა უნდა, მეცნიერებსაც უნდა დავაწერინოთ, ფილმებიც უნდა გადავიღოთ. მაგრამ ამას უნდა ქონდეს საფუძველი, ხო? რა თქმა უნდა, ამაზე საფუძველი გარეჯი უდიდესი ქართული სავანია, მანდ როგორ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს და იქ რომ იქ გზა გადის, ის რომ იქ თქვა მთლიანად იქსელება და ადამიანისთვის მიშვლადი ხდება, ის რომ იქ მონასტრები გავიხსენოთ 90-იან წლები, რაღაცა ორი მართლა აი რაღაცა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე მდგომი ბერი თუ იყო. ნახოთ ეხა როგორი მოძლიერებულია იქ მონასტრები, დათვლისმცემლის მონასტერი, თვითონ ლავრის მონასტერი, დოდოს რქის მონასტერშიც ესეთი გაღვივება არის, ესეთი კარგი, მე ვფიქრობ, სამონასტრო ცხოვრების, ასე რომ გარეჯში საგანგებო მუშაობა ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი და ფაქტობრივად ჩვენი მოვალეობა იმისათვის, რომ ესეთი რაღაცა გაუგებარი პრეცედენტები ერთის მხრივ აღარ განმეორდეს და მეორეს მხრივ აღარ კონდეს საზოგადოებას ესეთი ნერვიულობის აი იქ იყო ერთ-ერთი თემა, რის გამოც ასევე იყო ნებათაღელვა შექმნილი, რომ თვითონ ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ და ვთქვათ, რამდენიმე პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ არა აზერბაიჯანელი, არამედ ქართველი მესაზღვრეები არ გვიშვებენ და ამიტომ ეს საქართველოს ბრალია, საქართველოს ხელისუფლებამ მიღებული გადაწყვეტილება დათმობაზე წავიდა აზერბაიჯანულ მხარესთან და ასე შემდეგ. ანუ იქ რა მიზნით იყვნენ ჩაყენებული ქართველი მესაზღვრეები? მოდი ესეც ავხსნათ, იმიტომ რომ ესეც იყო ერთ-ერთი საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეთ, ბუნებრივია, რომ იქ შეიძლება მოხდეს რაღაცა ესე ვთქვათ ლოკალური ინიციატივები, როგორც მოხდა, ვთქვათ აზერბაიჯანის მხრიდან, მე ვიცი, რომ ვთქვათ იქ გამოიცვალა ხელმძღვანელობა სასაზღვრო სისტემაში და თავის გამოჩენის მიზნით გაამაგრეს გარკვეული მონაკვეთები და ერთ-ერთი მონაკვეთი დავით გარეჯის უდაბნოს. ამან გამოიწვია ბუნებრივი რეაქცია, რომ გამოჩნდნენ სამხედროები, გამოჩნდნენ რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა რეჟიმით, გამოჩნდნენ რაღაცებითი პასუხისგებლობით და აღმოჩნდა, რომ ის არის რაღაცის ადგილობრივი, ესეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქაც აუცილებელი არის ხოლმე ადეკვატურობა. ხა ჩვენ არ უნდა მოვთხოვთ ქართულ მესაზღვრეს,
რომ მან დაივიწყოს მისი პირდაპირ პროფესიული მოვალეობა, მესაზღვრე ისი სადაც დგას, ის განსაკუთრებულად უვლის და მე ვიცი მონასტრის ძმობის დამოკიდებულება ჩვენი მოსაზღვრეებისადმი, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა მე მგონი საოცარი ახლობლობა აქვთ, იმიტომ რომ ყველაფერში ეხმარებიან ჩვენი მესაზღვრეები, აქვთ აი რაღაცა მეგობრობის მეგობრობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა აქვთ ხომ გასაჭირი რომ მათ გვერდში დგომის გვერდში არ ედგნენ ჩვენი რა ვიცი, მრავალ ათეული ადამიანი. მაგრამ მათ აქვთ აგრეთვე გარდა ამისა მოვალეობა რომ დაიცვას, არ მოხდეს პროვოცირება რაღაცის, არ მოხდეს გამწვავება, არ მოხდეს ანუ შეიძლება და შეხლა შემოხლა მომხდარიყო ქართულ საზღვარია, რა თქმა უნდა, ვამბობ, რა თქმა უნდა, არა, ეს რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეშმაკს არ ძინავს. ხო? აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. არის ძალები დაინტერესებული რომ ჩვენ არ ვიყოთ ახლოს, ჩვენ არ ვიყოთ მეგობრები, ჩვენ არ ვედგეთ ერთმანეთის გვერდში. არის ასეთი ძალები. ამიტომ ვიცით და ასეთი პატარა პრეცედენტებს გახსოვთ ჩვენ სამწუხარო უახლოეს 90-იან წლებში ხომ, როცა ეს მთელი კოლაფსები მოხდა, ასეთ თითქოს ერთი შეხედვით არაფერს როგორ დიდი ალი შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტების. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არის ეს დავით გარეჯის მართლა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლექსი აყვანილი, მაგრამ რა ბედი ელის, თქვათ, კომპლექსის იმ ნაწილს, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს მოხდა ისტორიულად, თქვათ, რაც უკვე დაკანონებულია საბჭოთა კავშირის დროს, რაც იყო დაკანონებული. აი ამ თქვათ იგივე ეს ბერთუბანი ხომ, რომელიც დიდი ნაწილი თუ არ ვცდები აზერბაიჯანის მხარეს არის, აი იმაზე ვინ აიღებს პასუხისგებლობას იმ ნაწილის მოვლაზე ამ კომპლექსის. იცით, ესეც არის მუშაობის საგანი, ესეც არის ერთობლივი რაღაცა შეთანხმების საგანი, მაგალითად სულ რაღაცა 2006 თუ 2007 წელს მომზადდა ამ პირდაპირ ამას არ ეხება, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობა ერთ-ერთი სეგმენტი ამ დიდი დოკუმენტისა, რასაც ქვია გარემოს დაცვის დოკუმენტი დავით გარეჯის. ის მოიცავს როგორც ტერიტორიას საქართველოსი, ისე აზერბაიჯანში მყოფ ძეგლებს კი არა, მთლიანად всеულ ტერიტორიას ერთიან დაცვის სისტემას და მაშინ საუბარიც იყო, რომ თქვათ ორ ქვეყანას წარედგინა იუნესკოს ნომინაციაში როგორც უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტის მქონე ტერიტორია და ესეც ყველაფერი არის შეთანხმებაზე, ესეც ყველაფერი არის ურთიერთგაგებაზე, ესეც ყველაფერი არის მუშაობის და ეს არ არის იული მუშაობა. რა თქმა უნდა, ამით თავის ჩვენ არ უნდა მოვიწყო, ეს არის მუშაობის საგანი, რა რეჟიმით მოულით, რა მეთოდებით, რა სიხშირით, რა სისტემის მონიტორინგით, რა დიაგნოსტიკით, როგორი ურთიერთთანამშრომლობის ფორმატით, ხომ? ეს ხო მუშაობაა, ჩვენ ხო არ შეიძლება ვთქვათ, რომ იქით არის და ამიტომ რაღაცა ან ჩიხში შევიდეთ და ვთქვათ, რომ დამთავრდა საქმე და რაღაცა აუცილებლად უნდა დაიქცეს ქვეყანა, რომ არა, რა თქმა უნდა, ცივილიზებული სახელმწიფოების ურთიერთობა ამას გულისხმობს, ცივილიზებული საზოგადოებაც ამას გულისხმობს, რომ რაღაცა იქ არ აალდეს, სადაც არ არის ასაალებელი. არის სანერვიულო, არის გულთან მისატანი, არის განსაც რაღაცა როგორ შეიძლება გარეჯზე არ იფიქრო, ხო? მაგრამ მეორეა, რომ ამას არ გადააყოლო, როგორც გადაგვიყოლებია ბევრჯერ 90-იან წლებში. სახელმწიფო ინტერესები? ხო, რა თქმა უნდა. თუნდაც სიძველის ინტერესებიც მათ შორის. ჩვენ სანამ გიგა ბოკერია შემოგვიერთდება, მე მინდა ასევე ეს თემა ასევე მიძინებულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის, როდესაც სიძველეებზე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვედრით ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ძეგლებზე ვსაუბრობთ. შევეხოთ ოშკსაც, ჩვენ ვიცით, რომ ესე მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს თურქულ მხარესთან, ეს ასევე იყო დიდი აჟიოტაჟის საგანი რამდენიმე ხნის წინ და ალბათ კიდევ გახდა ისევ ამოტივდება ეს თემა ასეთივე სიმწვავით, რადგან პრობლემა არ მოგვარებულა. რა ეტაპზეა დღეს მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან? იქ იყო გაცვლა ხო, რომ ჩვენ ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ თქვა აზიზიას მეჩეთი უნდა აღვდგინა საქართველოში, ბათუმში, მაგრამ აზიზიას მეჩეთის აღდგენას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა როგორც რელიგიური მსახურების მხრიდან, ასევე რაღაც საზოგადოების ნაწილისგან.
ნაწილის მხრიდან. Როგორ ფიქრობთ, ეს ბევრი ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ არ არსებობს სათანადო ინფორმაცია, არ არსებობს სრული ინფორმაცია და სადაც არ არსებობს სრული ინფორმაცია, შესაბამისად იქ არის ძალიან ნოყიერი ნიადაგი შეთქმულების თეორიებისთვის და სხვადასხვა კონსპირაციული თეორიებისთვის. ფიქრობთ თუ არა იყო ხელისუფლების დიდი შეცდომა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე არ გახადა ეს ხელშეკრულების პირობა? არ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მაქსიმალურად გამჭვირვალეს და არ ვიცი, მეტი რაღაც ხო, მე მესმის, რომ ეს ძალიან ბევრ დაინტერესებულ პირთან ხდებოდა მოლაპარაკებების წარმოება, მათ შორის საპატრიარქოსთან წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც ფართო საზოგადოებისთვის ეს არ იყო იმდენად ცნობილი ბატონიკა. ხო, ალბათ რა ვიცი, შეიძლება მართლა მზადებით, რომ მართლა მეტი რაღაცა ინფორმაციის ინტენსივობა ჭირდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ხა ჩვენ ამას რომ მეკითხებიან ხოლმე რომ აი როგორ არის თურქულ-ქართული მოლაპარაკებები. მე ვფიქრობ რომ ხა ჩვენ ისეთ ეტაპზე ვართ რომ თურქულ-ქართული მოლაპარაკებები კი არა, ქართულ-ქართული მოლაპარაკებები, ამიტომ რომ ქართველები ერთმანეთ შორის უნდა გავერკვეთ რა წარმოგვიდგენია საფრთხეთ, რა წარმოგვიდგენია სად შეიძლება მშვიდად ვიყოთ და სად ვინერვიულოთ. ანუ აქაც იყოფა ორად, აქაც რაღაცა მართლა მუშაობა დაჭირდება მართლა ალბათ რომ გამოიკვეთოს რა გზით არის წასვლა საჭირო. აქაც სამწუხაროდ ეს თემაც ესეთი გარეჯის არის პოლიტიზერდება ხოლმე და აი საცად თეთრია შავად გამოაჩენენ ხოლმე და საცად ნაცრისფერია იმას აშავებენ ხოლმე. ანუ აი მართლა გულდასაწყვეტი არის ხოლმე ისეთი ინტერპრეტაციით, ისეთი წარმოჩინებით კეთდება ხოლმე ბევრი ადამიანისგან თუ ბევრი პოლიტიკური ჯგუფისგან. და როგორ ფიქრობთ, თუ დროზე არ მოეწერა ხელშეკრულებას ხელი, არ დაიწყო ოშკში აღდგენითი სამუშაოები, მაშინ ჩვენ საუბრობთ დავით გარეჯე, რომელიც ჩვენთვის არის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის უმნიშვნელოვანესი და არანაკლები მნიშვნელობის არის ოშკი, ხო? ცოტა ძნელია სხვათა შორის ლოგიკა დაიჭირო მოსახლეობის საზოგადოების იმ ნაწილის, თქვა, განცხადებებში, როდესაც ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ აი გვართმევენ გარეჯს და მეორეს მხრივ რაღაც საკმაოდ გულგრილები რჩებიან ოშკის პრობლემის მიმართ. მაშინ როდესაც ოშკი ფიზიკურად არის გადასარჩენი, თუ იქ არ დაიწყო სამუშაოები, ხო? მაშინ შეიძლება საერთოდ დაუკარგოთ ეს აი უნიკალური, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მართალბრძანდებით ეს არის აი უმძიმესი მდგომარეობა, იქ თუ არ იქნა სასწრაფო ჩარევა, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? აი ეს არის საკითხი, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ხელისუფლება, ბატონიკა. ხო, ამიტომ ხელისუფლებამ თუ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ოშკი უნდა აუცილებლად გადარჩეს. აუცილებლად უნდა გადარჩეს, იმიტომ რომ ოშკი არის, წარმოიდგინეთ პირდაპირ, აი ვეფხისტყაოსნის ერთადერთი ხელნაწერი გვაქვს. არც დაბეჭდილი ვახუშტის არ დაუბეჭდავს, ტირაჟირებული არ არის. ერთადერთი ხელნაწერი გვაქვს ვეფხისტყაოსნის, რომელსაც ყველანი ვკითხულობთ. უცებ ავანთეთ ცეცხლი და წავთან ვეფხისტყაოსი, აღარა გვაქვს ვეფხისტყაოსი და მე გავახსენოთ ერთმანეთს ისი როგორი იყო ჩავაკარაბაგე რა კარგად ისმოდა, ნახე როსტევანი იცი როგორი მეფე იყო, როგორ ახმოდი, აბა ციტატა ხო არავის გახსოვთ. აი ეს დღეში ვიქნებით ოშკზეც. იცით როგორი კარგი იყო, იცით როგორი მაშინ როდესაც რეალური, აბსოლუტურად რეალური შანსი არსებობს, რომ ის გადავარჩინოთ. აბსოლუტურად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე მგონი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოების პასუხისმგებლობა. საზოგადოება თუ არ არის მზად რომ მან გადაარჩინოს თავის ვეფხისტყაოსანი, ну მაშინ ვიკამათოთ დაუსრულებლად, რასაც ეს მოძღვრებაში კარგი შედარება ისეთივეა ჩვენ როგორც ლიტერატურაში. ეს გადაუჭარბებლად ვეფხისტყაოსი ოშკზე დიდი რამ ქართულ კულტურას არ ვიცი, მე მგონი არ შეუქმნია. აი წარმოიდგინეთ ეს რა რანგის ძეგლი, ეს ხო არ არის ერთ-ერთი სიძველი, ეს არის შვეტი ცხოველზე რომ იმაშებოდეთ, ან ალავერდზე რომ აი ყოფნა არ ყოფნაზე საუბრობდეთ. მე მგონი აღარ უნდა გავამრავლოთ. აი შვეტი ცხოველი და ალავერდი. არ ვლაპარაკობ ბეთანიას და ფიტარეთს და იმას სიონს და ანჩისხაც ამ გენიალურ ფილმებს აღარ საუბრობ უმეტესზე და უდიდესზე ვიდრე არის შვეტი ცხოველი. ну ამაზე იქ ღმერთთან საუბარია, ქართველი არის ღმერთთან საუბარი არის ოშკი და ჩვენ აქ ყამათობ აქვია იმაზე კვადრატული მეტრობით რამდენს ავაშენებთ ხის ერთსართულიან ნაგებობას და სანამ ჩვენ ყამათობთ ღმერთმა დაიფაროს იქ და ეს სხვათა შორის
ძალიან ცუდ დროს დაემთხვა ოშკისთვის ეს გამათე არის საპარლამენტო არჩევნები მოდის და წინა საარჩევნო პერიოდი ძალიან ნოყიერ ნიადაგს იძლევა ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური სპეკულაციის თემა. ანუ გაჩნდა განცდა რომ აი თუ აშენდება ბათუმში აზიზიეს მეჩეთი რომელიც ნაწილი იქნება მოქმედი და ნაწილი რამდენადაც ვიცი ხელშეკრულების ყოველ შემთხვევაში პირობებიდან ასე იყო როგორც კულტურული ძეგლი და მუზეუმი მაშინ რაღაც მოხდებოდა წაგვართმევდნენ ეროვნებას წაგვართმევდნენ რწმენას და ასე შემდეგ აი რატომ თქვენი აზრით რაში არის პრობლემა როდესაც აი ასეთი თემით ხდება პოლიტიკური სერიოზული აჟიოტაჟის ატეხვა და რომელსაც ებმება ძალიან თავის და უნებურად ინფორმაციის არ ქონის გამო ადამიანები რომელსაც გულწრფელად რაღაცის ეშინიათ მაგ ზუსტად არიციან რისი მაგრამ რაღაცა შიშებია არ ქონიათ განცდა მაგალითად 90-იან წლების რომელიმე მოვლენაზე ესეთ მოვლენები ბევრი იყო სამწუხაროდ რომ უი რა როგორ სხვანაირად მოიქცეოდით ეხლა დღეს რო ყოფილიყო ეს არჩევანი მე ხშირად მგონია მე ვფიქრობ რომ ესეც ის შემთხვევაა რაც დრო გავა ჩვენ ამ საკითხზეც ესე ვიტყვით რომ მაშინ არ ვიყავით მომწიფებულები ამ ბრძნული შეიძლება ასეც ვთქვათ ნაბიჯისთვის რასაც ქვია ოშკის გადარჩენა საზოგადოებაც უნდა იყოს მზად იცით საზოგადოებას მხოლოდ მთავრობა საზოგადოების გარეშე მთავრობა რომელსაც უნდა შეინარჩუნოს მთავრობის მხარდაჭერა მოსახლეობის მხარდაჭერა არჩევნების წინ რაღაცა განცდა გაუგზავნის ამ თემაზე მთავრობა შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი და მოწინავე და ნოვატორული საზოგადოება უნდა ედგეს გვერდში ხო მაგრამ თუ არ ელაპარაკა ამ საზოგადოებას ხელისუფლება არ აუხსნა არ გაუფანტა შიშები რომელიც კიდევ ერთხელ ამბობ შეიძლება ადამიანებს თავის და უნებურად ინფორმაციის არ ქონის გამო აქვთ და ეს შიშები რაღაცა დამახასიათებელია ჩვენაირ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივ პერიოდში მყოფი საზოგადოებისთვის როდესაც რაღაცა ყველაფერი აღიქმება მათ წინააღმდეგ ბრძოლა ყველაფერი უცხოს თქვა შემოსვლა ქართულ ტერიტორიაზე ამ შემთხვევაში თავისით არ მოგვარდება რაღაცა კომუნიკაციის გარეშე, ურთიერთობების გარეშე ეს არ მოგვარდება ბატონიკა. რამდენად უფრო გაექცევა ხელისუფლება იმის გამო, რომ აი ეს პრობლემის გამო არ შეექმნას რაღაც მხარდაჭერის პრობლემა მოსახლეობის მხრიდან. იმდენად უფრო გაიზრდება ეს პრობლემა. კი, ამ გაქცევა ხდება, მაგრამ ალბათ მაინც ჭირდება მეტი ინტენსიურობა ამ საკითხს. კი ბატონო, მე პროდიუსერს ვთხოვ, ვითხრას გვაქვს თუ არა ჩვენ შესაძლებლობა ბატონ გიგა ბოკერია ჩავრთოთ პირდაპირ. ძალიან ცოტა ხანში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დაახლოებით 20 წამში ჩავთოთ გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ის ფლობს ბოლო ცნობებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რომელიც გაიმართა ჩიკაგოში ორ პრეზიდენტს შორის პრეზიდენტ ალიევსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის და ჩვენ მისგან გავიგებთ თუ რაზე შეთანხმდა ორი პრეზიდენტი და შეიძლება თუ არა დღეს ეს პრობლემა რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება მეტნაკლებად გადაჭრილად ჩავთვალოთ. ველოდებით გიგა ბოკერიას ჩართვას. კიდე გვაქვს რაღაც თქვენ თუ გაქვს რამე ინფორმაცია ბატონიკა რაზეა საუბარი თუ ალბათ თქვენც გაქვთ. ის მაინც გითხარით კარგი ინფორმაცია. ვისაუბრებთ ამაზე. თქვენ რას იქნება თუ არა ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ეს ტერიტორია რო ეს არის ამაზეა ხო ლაპარაკი რომ დაუბრკოლებლად მომლოცველებს შეეძლოთ ამ კომპლექსის მთელი კომპლექსის დათვალიერება. კი, რაღაც მე ვფიქრობ ეს ისეთი ჩვეულებრივი რამ არის რომ ის ერთიანი საქართველოს ნაწილია და იყოს და არაფერი დაბრკოლებები მოსალოდნელი არ იყოს და არ მოხდეს რომ ესე უნდა იყოს და ესე იქნება. კი ბატონო, ბატონ გიგა ბოკერია გვერდთვება პირდაპირ ეთერში. ბატონ გიგა მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა. დიდი ლოგინის შემდეგ რომ ხართ ჩვენთან ერთად. უკაცრავად ტექნიკური პარაზის და ჩემი დაგვიანების გამო გვიან შემოგიერთეთ. რა ინფორმაცია, რა ბოლო ინფორმაციას ფლობთ, რამდენადაც მე ვიცი პრეზიდენტების შეხვედრა შედგა, მათ რაღაცაზე მოილაპარაკეს და რაზე მოილაპარაკეს, თუ გაქვთ ეს ინფორმაცია? პრეზიდენტების შეხვედრა შედგა და ამ საკითხზე ისაუბრეს ბუნებრივია ბიოლოგში, სხვა თემებთან ერთად, მნიშვნელოვან თემებთან ერთად და პრეზიდენტების მხრიდან
მიიღეს დავალება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებმა, ამ შემთხვევაში სასაზღვრო უწყებებზეა საუბარი და ბატონი ზაზა გოგავა შეხვდა თავის კოლეგას, ჰქონდათ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ მანამ სანამ საერთოდ კომპლექსურად გადაწყდება ეს საკითხი, რაც არის ჩვენი ამოცანა, ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ მოინახულოს დავით გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, მოგეხსენებათ, დანარჩენ უდიდეს ნაწილზე ამ კომპლექსის არც ყოფილა პრობლემა, ეს ნაწილი მოინახულონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ქართული მხარე, ჩვენი მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ამ ნაწილიდან დავით გარეჯის კომპლექსის არ მოხდეს გადაადგილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, მოლოდინი არის და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიღებთ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საერთოდ დასრულდეს დელიმიტაციის პროცესი ჩვენ ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე და სხვა მონაკვეთებზეც. ბატონ გიგა, ჩვენ ბატონ ნიკასთან საუბრობთ, ეს კომისია, რომელსაც ეს საკითხები უნდა მოეგვარებინა 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, რაიმე შედეგი დაიდო თუ არა ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს იყო ყოველთვის ძალიან ესეთი ცხელი თემა საქართველოში, რომელიც პერიოდულად მწვავდებოდა, როგორც გვაქვს დღეს, მაგრამ შედეგი რა დადო ამდენი წლიანი მუშაობის შემდეგ კომისიამ? ან დღეს როგორი შედეგი შეიძლება დაიდოს კომისიის მუშაობის შედეგად? 66% თუ არ ვცდები დაახლოებით საზღვრის საქართველოს და აზერბაიჯანის შორის არის დელიმიტირებული, ანუ გარკვეული არის ადგადის საზღვარი, შესაბამისად დარჩენილი არის განარჩენი 94% მათ შორის ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთიც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება უფრო სწრაფად, ვიდრე ეს აქამდე მიდიოდა, მეგულისხმობ 90-იან წლებში, რომ ბოლო პროცესში მოხდა ძირითადად პროგრესი ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, საბჭოთა მემკვიდრეობა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ორ მეგობრულ ქვეყანას შორის და სხვა მრავალ შემთხვევაშიც იყო საკმაოდ რთული მრავალი ფაქტორის გამო და ძალიან ბევრგან გაიწელა, რაიმე უნიკალურ პრობლემასთან არა გვაქვს საქმე, ეს არის პრობლემა, ამით შემსუბუქება არ მსურს ამ საკითხის, მაგრამ უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ერთი შემთხვევა და არ არის უნიკალური შემთხვევა ბევრგან სხვა ქვეყნებს შორის, სუვერენულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ადრე იყვნენ ოკუპირებული საბჭოთა იმპერიის მიერ, ეს პრობლემები მარტივად ვერ გადაწყდა, მათ შორის მეგობრულ ქვეყნებს შორისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა კიდევ ერთხელ იმეორება ამ მონაკვეთის ჩათვლით და არის სხვა მონაკვეთებიც გადაწყდება საბოლოოდ. მაგრამ როგორ ამ შემთხვევაში არის რადიკალური მოთხოვნაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან, რომელსაც ბუნებრივია ღვთისმსახურებიც ეკუთვნიან, რომ რაღაც ეს ტერიტორია მთლიანად უნდა დავიბრუნოთ ჩვენ. ეს რამდენად არანაირი მოთხოვნები ამას არ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არის, რომ ამ მონაკვეთში, ამ მნიშვნელოვან მონაკვეთში ბუნებრივია საკითხი საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და დაალაგდეს და სრული დელიმიტაცია მოხდეს და ამ მონაკვეთში დელიმიტაცია არ არის მომხდარი, ისე რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი მთლიანად იყოს საქართველოს სურვილ ტერიტორიაზე. ამ მონაკვეთის გარდა არის სხვა მონაკვეთებიც, სადაც არის სამუშაო ჩასატარებელი და ბუნებრივია კომპლექსურად გსურს ამ საკითხის გადაწყვეტა. ასე რომ ეს რადიკალური მოთხოვნები რაღაცეები, დიახ, გისმენთ? არის შანსი, რომ ეს მთლიანად გარეჯის კომპლექსი დავიბრუნოთ? თუ შეიძლება დავაზუსტებ, თქვენ კითხავს ბოლომდე არ ვთანხმები, იმიტომ რომ დავით გარეჯის კომპლექსის უდიდესი ნაწილი არის დღესაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მეგულისხმობ ამ ინციდენტამდეც და შემდეგაც ამ ინციდენტის განმავლობაშიც ხელმისაწვდომი ყველა ადამიანის. ანუ სადაო არასოდეს არ გამხდარა დელიმიტაციის თვალსაზრისით. არის სადაც 2% ეს მონაკვეთი. ამაზე ვსაუბრობ, ბატონო. უდაბნოსი, დიახ, სადაც დელიმიტაცია მომხდარი არ არის და რა თქმა უნდა ჩვენ გსურს, რომ ეს ნაწილი იყოს ბოლომდე გაირიკვეს, ვითარება დელიმიტაცია მოხდეს ისე, რომ ეს ტერიტორია იყოს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. არის სხვა მონაკვეთები, სადაც ჩვენ მეგობრებს აქვთ საკუთარი ინტერესები და სწორედ ამ კონტექსტში ჩვენ კომპრომისების გადაწყვეტადია, დიახ, ეს საკითხი ნამდვილად ეს ჩვენი პოზიცია არის უკვე კარგა ხანია. რაც შეეხება ამ ჭალებში რადიკალურ მოთხოვნებს და ამ გამოსვლებს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით თუ გვაქვს დრო და ამაზეც ვისაუბრო. მე მგონი ისაც ჩვენ ვიხილეთ ამ ბოლო დღეებში სამწუხაროდ იყო კიდევ ერთხელ დემონსტრაცია სრული უპასუხისმგებლობის, უმწიფრობის, შეიძლება რიგ შემთხვევაში გულწრფელი არაინფორმირებულობის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებით პოლიტიკოსებთან და ცნობილ მოღვაწეებთან და ინფორმირებულ ხალხზე მაქვს მე ამ შემთხვევაში საუბარი, მიზანმიმართული ზიანის მიყენების ცდილობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. და მინდა რომ ვისარგებლო კიდევ ერთხელ ამ შემთხვევით და ძალიან მკაფიო, გზავნილი
მიუვიდეს ამ ხალხს, რომ ასეთ ცდილობას ყოველთვის კანონდარღვევით წარმოქმნილ ინიციატივებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი. ეს მითები იმის თაობაზე, რომ ვეღაცა ყიდის ქართულ მიწას, ჯერთ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, ამას არავინ არ დაიჯერებს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ხალხი, რომელიც ერთის მხრივ, როცა საქმე ეხება ხოლმე მტრულ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, რომელიც ჩვენ ტაძრებს ილორში მაგალითად ისტორიულ იერსახეს უცვლის, სასულიერო პირებს აკავებს ამ ქვეყანასთან და მასთან წარმოებულ პოლიტიკასთან რო არის საქმე, მაშინ გვესმის ხოლმე მოწოდებები იმაზე, რომ არ უნდა გავაღიზიანოთ, რომ არ უნდა დავსვათ საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის საკითხი. საერთოდ არ მახსოვს ხოლმე ესეთი გაბედული ყიჟინა დემონსტრაციებით და გაბედული პატრიოტული ლოზუნგებით. ხო, როცა მეგობრულ სახელმწიფოზე აზერბაიჯანზეა საუბარი, ლამის ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდებდნენ ამ დღეების განმავლობაში და მოითხოვდნენ აგრესიულ პოლიტიკას და რატო გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრომ ესეთი ზომიერი განცხადება. ეს არის ილუსტრაცია, ამას მეტი ვერაფერს ვერ დავარქმევ მე. იმიტომ რომ მეგობრულ სახელმწიფოსა და მტრულ სახელმწიფოს შორის განსხვავება არის სწორედ ის, რომ მეგობრები როცა წარმოიშვება ხოლმე რაღაც პრობლემები ან საკითხები და ეს ხდება მეგობრებს შორის, მოლაპარაკებების გზით ცდილობენ მის გადაწყვეტას, რასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ. ხოლო მტრებს აქვთ ცდილობა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაამხონ. და ვინც მტრების მიმართ ითხოვს დათმობას და მეგობრებთან ითხოვს ომის დაწყებას, ასეთ ხალხს რა ქვია? მე მგონი ჩვენ საზოგადოებამ კარგად ეს ტერმინი მე არ მინდა დავუმარცხლო ბოლომდე. კი ბატონო, ანუ ბატონ გიგას რო შევაჯამოთ კიდევ ერთხელ უკვე დღეიდან მომლოცველებს თუ ვიზიტორებს არ აქვს მნიშვნელობა რას დავარქვებთ, ექნებათ საშუალება კომპლექსის მთელი ტერიტორია დაუბრკოლებლად მოინახულონ კომპლექსის ეს ნაწილიც კი ბატონო, ანუ მთელი ტერიტორიას გულისხმობ ეს ნაწილის, რომელიც იყო პრობლემური ნაწილი, ეს ნაწილიც მოინახულონ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ჩვენ ვალდებულებას რომ ამ ნაწილიდან არ მოხდეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაადგილება ამ ადამიანის. ანუ მესაზღვრეები დაეხმარებიან ვიზიტორებს, რომ უნებურად არ გადაკვეთონ და ეს მოხდება ჩვენ მეგობრულ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან და მის მესაზღვრეებთან კოორდინაციაში. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საბოლოო გადაწყვეტა ამ საკითხის ჩვენ ვცვლით და ჩვენი ამოცანა უნდა მოხდეს საერთო დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში, სადაც ჩვენ 66% დასრულებული გვაქვს ამ პროცესის და გვსურს რომ ეს პროცესი მთლიანად დასრულდეს და ეს საკითხიც გადაწყდეს ისე როგორც ეს შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში და ეს არის შესაძლებელი და ამასთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ბუნებრივია საპატრიარქო მიიღებს ახლა ამ ინფორმაციას ჩვენი ეთერიდან მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ იყო თუ არა მანამდე რაღაც კომუნიკაცია შედგას თუ არა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რადგან ვიცით რომ ხვალ არის დიდი მსვლელობა დაგეგმილი დავით გარეჯის სწორედ ამ მოთხოვნით და შესაბამისად საინტერესო შედგება თუ არა უკვე ამ შედეგის დადგომის შემდეგ ეს მსვლელობა. მე ვერ გაგცემთ პასუხს იმაზე ვინ რას აპირებს ნებისმიერი სასულიერო პირის თუ რამდენიმე ჯგუფის გადაწყვეტილება ეს მათ საქმეა სად მოაწყობენ მსვლელობას. მაგრამ რა თქმა უნდა ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის სასულიერო პირებიც იყვნენ ყოველთვის ინფორმირებული ამ საკითხის თაობაზე. ყველა ეტაპზე და არანაირი სიურპრიზი სამწუხაროდ ეს საკითხი არავის არ ყოფილა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ეს საკითხი წამოიჭრა, ეს პრობლემა წამოიჭრა, სწორედ ამიტომ გსურს, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავწყვეტოთ ეს პრობლემა და არა მხოლოდ ესე, რომ ეხლა არ ექნებათ შესაძლებლობა ადამიანებს ამ ადგილების მონახულების. ასე რომ არავისთვის ეს სიურპრიზი არ იყო, მე გულისხმობ იმათ, ვინც დაინტერესებული პირები არიან და ვინც ადევნებს თვალყურს ამ მოვლენებს და სამწუხაროდ არის ის ხალხი, ვინც რაღაც დემონსტრაციებს აწყობს და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს მაგრამ იყვნენ სასულიერო პირები, რომელმაც აბსოლუტურად ადეკვატური განცხადებები გააკეთა. ისე როგორც პოლიტიკურ სპექტრში იქაც იყო ეს განსხვავება და მე გულისხმობდი, როცა ვსაუბრობდი უპასუხისმგებლო განცხადებებზე ყველას, რა თქმა უნდა. ვინც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხისწინაშე აყენებს ასეთი სპეკულაციით. ხაზს უსვავ, რა თქმა უნდა, არ გამოურიცხავ, რომ მათ შორის იყო გულწრფელად არაინფორმირებული ადამიანები, რომელსაც ვიღაცამ უთხრა, რომ ყიდიან ჩვენ სამშობლოს და უნდა ხმა აღიმაღლონ, მაგრამ ყველაზე ამას ვერ ვიტყვი ნამდვილად განსაკუთრებით პოლიტიკოსებზე. და მე მესმოდა ვერ მოუსწრებ თქვენ გადაცემას, მე მესმოდა იქ თქვენი პასაჟიც, რომ ზოგჯერ საზოგადოება არ არის ინფორმირებული. ეს არ არის ის შემთხვევა. შეიძლება სხვა შემთხვევებში დაგთანხმდებოდეთ, ხალხო ეკონა. ეს არ არის ის შემთხვევა. ეს არის პირველი, ვინც ადევნებს ამას თვალყურს და ეს აჟიოტაჟი შექმნეს იმ ადამიანებმა ძირითადად, ვინც ყველაფერი ძალიან კარგად იცის და დასკვნები აქედან ყველამ უნდა გამოიტანოს. ვის აწყობს
დღეს შესაძლო პრობლემები საქართველოს და აზერბაიჯანის შორის. რომელი არის ის დიდი ქვეყანა ჩვენ ჩრდილოეთით, ვისაც შეიძლება ესეთი ინტერესები ჰქონდეს. კიდევ ერთხელ უბრუნდები, განსაკუთრებით თუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, სამარცხვინო განცხადებებს, არიან როგორც წესი ისინი, ვინც ზოგჯერ მოსკოვში ზდადიან ხოლმე და რომლებიც ხშირად გვიკიჟინებენ, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ ოკუპაციაზე, ნუ ვის არ გავაღიზიანოთ, არანაირი ესეთი ენთუზიაზმი პატრიოტული ილორის პრობლემასთან დაკავშირებით, ან სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპაციას თან სდევს, იქ საერთოდ ვერ შევდივარ ჩვენ, ხო, ეთნიკური წმენდა ჩატარებული. იქ ეს ენთუზიაზმი არის მის ხოლმე. არ მინდა არასწორად იქნას ახმული ჩემი სიტყვები. მე იმას გავიძახე, რომ იქ მსვლელობები უნდა მოეწყოს და ვიღაცა ეცადოს. იქ ძალიან სერიოზული ვითარებაა, არის ოკუპაცია, ჩვენი პოლიცია იცავს იქაც საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილს და სხვა შორის სწორედ ამ პოლიციამ გაანთავისუფლა საქართველოს ისასულიერო პირი, ვინც იყო იქ დაკავებული. მაგრამ როცა ესეთ კონტრასტს ხედავთ, ბუნებრივია დასკვნების გაკეთება ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე არის აბსოლუტურად შესაძლებელი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს დივანი, სტუდიაში ჩვენი სტუმარი იყო ნიკა ბაჩეიშვილი. ბატონო ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ ასევე ძალიან საინტერესო თემაზე, ჰომოფობიის პრობლემაზე საქართველოში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სოციალური დაცვის ლიგამ ჩამოაყალიბა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათზე მზრუნველი პირები უფასოდ ღებულობენ ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ბავშვთა ნევროლოგის და იურისტის მაღალ კვალიფიციურ დახმარებას. სურვილებმა შეგიძლიათ მოგმართოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჩიქოვანის 14, ცხელი ხაზი 2 14 22 07. რა არის სოციალური საწარმო? გამიგონია, მაგრამ არ ვიცი რა. არ ვიცი. აი ზუსტად არც გამიგია და არ ვიცი რა არის. სოციალური საწარმო არის ბიზნესი, რომლის უპირველესი მიზანია სოციალური პრობლემების მოგვარება. მისი წარმატება იზომება არა მარტო მოგებით, არამედ სოციალური მისიის შესრულებით. სოციალური საწარმო სოციალურად დაუცველთა დასაქმების და საზოგადოებაში ინტეგრაციის საუკეთესო საშუალება. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის შემოსავლის ახალი წყარო, ბიზნესისთვის სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატვის შესაძლებლობა. სოციალური საწარმო ყველა ჩვენთაგანისთვის სოციალური სოლიდარობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. სოციალური საწარმო განვითარების ახალი შესაძლებლობა. ერთად ვიზრუნოთ მომავალზე. ფუნჯით, რკინის შემდგრებელი ხელსაწყოებით, ხის სათლელი იარაღებით, მენსითა და ძაფით შექმნილი საოცრებათა სამყარო. ესეთი საოცრები და მიტერო არასდროს არ წავიდა. რკინაში ამოტყოლებული პერსონაჟები, პოპ-არტი, შთამბეჭდავი საბალეტო სცენოგრაფია და ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე. შემოქმედება, რომელსაც დავით მონავარდისაშვილის სახელოსნოში საზღვრები არ აქვს. თავად სირთულე არის სიკვდილის ბოლომდე, ბოლომდე ხატვარი. გიგი ვანდერის საჩუქარი სტივ ვანდერს. არ ეძღვნება თქვენ სტივ ვანდერს? არა, ეს ამ კონტ. არა. ეს არის ზუსტად დაბადების დღე. სტივ ვანდერის დაბადების დღე. ნუ აი რა დამთხოვა. თიკა მახალდიანი და მარიამ თევზაძე ახალი სიმღერებით. დღეს საღამოს 9 საათზე. ნახეთ და მოისმინეთ ეს ყველაფერი გადაცემაში ცხოვრება მშვენიერი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა აქცენტები, მე გაკويسიტაძე ვარ. რამდენიმე დღის წინ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული მანიფესტაცია მართლმადიდ მშობელთა კავშირმა ჩაშალა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფიზიკურ ძალადობას მანიფესტაციის მონაწილეების მიმართ. თუ რატომ გამოიწვია ამ აქციამ ასეთი გაღიზიანება საზოგადოებაში და ეს არა მარტო მართლმადიდ მშობელთა კავშირს ეხება, არამედ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ამაზე დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ, გექნება მე ვფიქრობ საინტერესო დისკუსია
და ჩვენი სტუმრები არიან ეკა აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი, რომელიც პირდაპირ ეთერში მოამბის სტუდიიდან ჩაგვერთვება, ასევე გიორგი ანდრიაძე, ტელეკომპანია ივერიის ხელმძღვანელი და ზურაბ ჯაფარიძე, ევროპული კოალიციის წევრი. ევროპულმა კოალიცია იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც გაავრცელა განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით. სხვა შორის ეს ისეთი თემაა ხოლმე, როდესაც უფლებადამცველი ორგანიზაციებიც კი ერიდებიან ხოლმე განცხადებების გაკეთებას, ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ არაპოპულარული თემაა საზოგადოებაში და ესეც ცდილობენ ხოლმე რომ რაღაც არ გაიგივდნენ იგივე ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველად. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია ავრცელებს ხოლმე ამ სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერ, თქვათ, განცხადებებს, მათი უფლებების დაცვის მხარდამჭერ განცხადებებს. რამ გამოიწვია თქვენი განცხადების გაკეთება? ხო, მე ერთი არ ვერ ვიტყოდი რომ რაღაც განსაკუთრებული უფლებები აქვს მათაც აქ ჩვეულებრივ ესეთი უფლებები როგორც ნებისმიერ ამაზე საუბრობთ, ეს არის პრობლემა. ხო, უბრალოდ მე არ მიყვარს ხოლმე ცალკე გამოყოფა გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების და მათთვის რაღაც განსაკუთრებული ან რაღაც განსხვავებული უფლებების მინიჭება, მათ აქვს ზუსტად ისეთი უფლებები როგორც აქვს ნებისმიერ სხვა ამ ქვეყნის მოქალაქეს. რაც შეეხება იმას რომ ჩვენ გავაცელოთ ეს განცხადება, კი მე დაგეთანხმებით რომ ასეთ განცხადებებში ატერიდებიან ხოლმე ასეთ განცხადების გაკეთებას ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ახლა ამდენიმე განცხადება მე ნამდვილად იყო გაკეთებული მე მათ გავეცანი. ნუ მე შემიძლია ვთქვა რომ ამ განცხადებებში შეინიშნება ის რომ ისინი ერიდებიან რაღაც პირდაპირ სახელების დარქმევას იმაზე თუ რაც მოხდა და უფრო ხშირად მათი კრიტიკა მიმართული არის ხოლმე მაგალითად ხელისუფლების მიმართ, რაც ძალიან მარტივი გასაკეთებელია, რომ ყველაფერში რაღაც ან ზოგადი მოწოდებებია, რომ რაღაცა ძალადობა დაუშვებელია და ამ შემდეგ და შემდეგ და შემდეგ როგორც ეს მიმართაც იყო დროს ძალადობა დროზე არ ცხადე ჩვენს განცხადებაში იყო ხელისუფლების აღიკვეთა, მაგრამ თქვათ პოლიციამ არ გამოიჩინა ისეთი ძალისხმევა, როგორც უნდა გამოიჩინა მას. მე მიყვარს როდესაც მაყურებელი მეტნაკლებად გათვითცნობიერებული ხდება იმ პრობლემაზე, რაზეც საუბრობთ, ამიტომ ეკა აღდგომელაშვილი მინდა ჩავერთო პირდაპირ ეთერში და სანამ თქვათ ეს დისკუსიას დავიწყებდეთ, ვფიქრობ ცხარეს ამ თემაზე. ეკას მინდა ვკითხო, საერთოდ ჰომოფობიის არსი აგვიხსენს, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ეს ტერმინიც გაუგებარი იყოს და რას ემსახურებოდა ეს აქცია, რომელიც ასეთი მოწოდებით გაემართა არა ჰომოფობიას და ეს აქცია საერთოდ ჩაითვალა გეი აღლუმად, ესეთი ინტერპრეტაცია მიეცა მას. იყო თუ არა ეს გეი აღლუმი, თუ რას ემსახურებოდა ეს აქცია ეკა? მოგესალმებით. მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისათვის, ამ თარიღთან დაკავშირებით განსაკუთრებით. მოგახსენებთ, რომ ჰომოფობია ეს არის როგორც განმარტებაში არის მოცემული ევროპარლამენტის რეზოლუციაში, გაკეთებულ განცხადებაში ეს გახლავთ უსაფუძვლო შიში ან წინასწარი განწყობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. შეუწყნარებლობა და აგრესიის გამოვლენა იგივე ფორმით, რომელიც ანათესავებს მას ქსენოფობიის გამოვლენების სხვა ფორმებთან, ისევე როგორც არის მაგალითად რასიზმი, ანტისემიტიზმი, სექსიზმი, ეიჯიზმი და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ეს წარმოადგენს სოციალურ ფობიას, ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმას. რაც შეეხება თავად ამ მსვლელობას, რომელიც 17 მაისში ჩატარდა, გეი აღლუმს ალბათ ნაკლებად დავარქვით, იმიტომ რომ გეი აღლუმზე ცოტა სხვაგვარი წარმოდგენა აქვს საქართველოს. ხო, ამიტომ გთხოვეთ მე თქვენ გამარტება მოგეცათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს მოხსენიებული იყო, თქვენც ნახეთ ალბათ კადრები, სადაც გეი აღლუმად იყო მოხსენიებული, თუმცა იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ გეები და უბრალოდ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ხო და ამიტომაც კითხეთ ეს. პრინციპში არც გეი აღლუმებში მონაწილეობენ ხოლმე მხოლოდ ლესბოსელი ან გეი ან ტრანსგენდერი აქტივისტები, იქაც საკმაოდ ბევრი არიან ხოლმე მხარდამჭერები და ეს ადამიანები უბრალოდ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ ხოლმე და საკუთარ დამოკიდებულებას იმ აგრესიის, ძალადობის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელსაც ეს ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. და სწორედ ასეთი მანიფესტაციის მიზანი რა არის ხოლმე ეკა, იმიტომ რომ იყო საკმაოდ ესე თქვათ ნეიტრალური ადამიანების მხრიდანაც ესეთი არგუმენტი, რომ აი რატომ უკეთებენ ამ ძალადობას, პროვოცირებას, მათ უფლებებს არავინ არ არღვევს, ოღონდ ნუ გვახლევენ თავიანთ ასე თქვათ უფლებებს თავზე, ნუ და გამოდიან და მანიფესტაციას ნუ აწყობენ, ჩვენ ხომ მათ არაფერს არ ვუშავებთ. ესეთი თქვათ მოსაზრებებიც ისმოდა ამ დღეებში, რადგან ეს იყო ესეთი მწვავე განხილვის თემა მთელი ამ 3 დღის განმავლობაში, რადგან საკმაოდ ესე როგორც ხედავთ ახლა ჩვენ კადრში, სერიოზული დაპირისპირება მოხდა საზოგადოების ორ ნაწილს შორის. არის თუ არა აი საქართველოში აი ესეთი მანიფესტაციების ჩატარება საჭირო და რატომ? თუ არის? ეს იყო პრინციპში მსვლელობა, ეს არის
ჩემი კონსტიტუციური უფლება და ამ შემთხვევაში ჩემი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში შემიშალეს ხელი. პრინციპში ამას ქვია უბრალოდ არავის არ აქვს უფლება რომ ამიკრძალოს რომელიმე ჯგუფს მოუწონვარ, არ მოუწონვარ, კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ თუ არ არის კეთილგანწყობილი, ხო? ეს იყო, ასე ვთქვათ, აი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა. შეიძლება ასე შეფასდეს და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება რომ დამიცვას მესამე მხრის ძალადობისაგან და თუ კი ეს 17 მაისის პრინციპში კადრებში ხედავთ, შეიძლება ისე შეფასდეს, რომ პოლიციამ არაეფექტურად იმოქმედა, თუმცა მეორე დღეს პარლამენტის წინ, როდესაც მეორე აქცია გაიმართა და შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ აი იმ ძალადობას, რაც 17 მაისს მოხდა, იქ შედარებით დაცული იყო საზოგადოებრივი წესრიგი და ადამიანებს მიეცათ თავისუფლად საშუალება გამოეხატა თავისი აზრი. ძალიან ხშირად მომისმენია მეც ესეთი ფრაზა და ეს არის ისეთივე პრობლემა საზოგადოებისა, როდესაც საზოგადოება არ აღიარებს ჰომოფობიას როგორც სოციალურ პრობლემას, არ აღიარებს, რომ სექსიზმი არსებობს მაგალითად ჩვენთან ქვეყანაში, ხო? 17 მაისს აი ეს ყველაფერი რაც მოხდა იყო საუკეთესო ილუსტრაცია იმისთვის, რომ ადამიანებს დაენახათ საკუთარი თვალით, არა მხოლოდ მოესმინათ, წაეკითხათ, გაეგონათ, თუ რამხელა სიძულვილი შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში ამ ადამიანების მიმართ და რა პრობლემებს შეიძლება აწყდებოდნენ ეს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს იყო საუკეთესო ილუსტრაცია ამის გამოსავლენად. თუმცა არსებობს კიდევ კვლევები, ხომ, რომელიც გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, თუ რა ხარისხით არის ჰომოფობია საქართველოში და ეს ადამიანები არ ვთქვათ მანიფესტაციების დროს, არამედ ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების დროს აწყდებიან რაღაცა სიძულვეს. არსებობს ესეთი კვლევები და რა ამ კვლევებში ვთქვათ როგორი შედეგები გვაქვს? ბოლო ასეთი კვლევა ჩატარდა, სულ ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ ასეთი კვლევა ჩვენმა ორგანიზაციამ, ხალხთა ინიციატივის მხარდამჭერმა ჯგუფმა განახორციელა ორგანიზაცია იდენტობასთან ერთად. 150 ადამიანი იყო გამოკითხული და სურათი საკმაოდ სავალალო იყო. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 32% ყოველი მესამე შეიძლება ასე ითქვას, ბოლო 2 წლის მანძილზე ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, 99.9% ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა ბოლო 2 წლის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობ უკვე განმეორებად ძალადობის ფორმებზე, ხო? და ეხლა ძალადობის ფორმების მიხედვით უბრალოდ დაწყებული ცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა, სექსუალური ზეწოლის მცდელობა, სექსუალური ძალადობა, მთელი სპექტრი, რა ვიცი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა, რასაც მოიცავს ზოგადად ეს ცნება, ხო? გარდა ამისა, შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანები დისკრიმინაციას აწყდებიან სხვადასხვა სფეროში, მაგალითად დასაქმების სფეროში, მაგალითად ჯანდაცვის სფეროში, ხო? რაღაცა გარკვეული სერვისებით სარგებლობისას, ასე რომ სურათი მაინც და მაინც ასარგებლო ნამდვილად და ასე ვთქვათ, არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ განიცდიან დისკრიმინაციას და ცდარია საზოგადოების წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობენ, ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებაში თავს. რაღაც ამ ძალადობას აქ რაღაც ბევრი წყარო აქვს, ბუნებრივია, მაგრამ არის ორი მთავარი წყარო, მე გამოვყოფთ შეიძლება თქვენს დამიმატეთ, არის ერთი ის აღქმა, რომ ჰომოსექსუალიზმი ეს არის ავადმყოფობა, ამიტომ ამის განკურნება შეიძლება, სწორედ ეს ხსნის იმას, რომ ოჯახშიც, ოჯახის თქვა მშობლებისგანაც ხდებიან განსაკუთრებით მამებისგან ხშირად ხდებიან ჰომოსექსუალისტები ძალადობის მსხვერპლი, რადგან მამებს გონიათ, რომ თუ დასჯიან შვილებს, მას გამოასწორებენ, ავადმყოფებს გამოაჯანსაღებენ და მეორე რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილის თქვა გაღიზიანება გამოდის იქიდან, რომ ისინი ხედავენ საშიშროებას, რომ თუ შენ ხარ ჰომოსექსუალისტი, ესე იგი ეწევი ამის პროპაგანდას, რომ ეს არის რაღაცა გადამდები და მან თავისი ოჯახის წევრები, ამ თავისი შვილები, ასე ვთქვათ, უნდა დაიცვას ამისგან, რომ ის არ დასნეულდეს, არ დაავადმყოფდეს. რა საფუძველი აქვს, ვთქვათ, ამ შიშებს, ან ასეთ მიდგომებს? კი ბატონო, ამ საფუძველი ისევე როგორც პირველ რიგში ნაკლები ინფორმირებულობა და ასე ვთქვათ
განათლების ნაკლებობა, ზოგადად სექსუალური განათლების ნაკლებობაც და განათლების ნაკლებობაც განაპირობებს ხოლმე ასეთი შეხედულებების არსებობას, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როდესაც ლაპარაკობენ ჰომოსექსუალობაზე, ამ შემთხვევაში იშვიათად იყენებენ ხოლმე ჰომოსექსუალიზმს, თავს არიდებენ მაინც ამ ტერმინის გამოყენებას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს იგივდება ხოლმე რატომღაც იდეოლოგიასთან და არა თავისთავად ორიენტაციასთან. სექსუალური ორიენტაცია თავისთავად როგორც ტერმინი საკმაოდ გვიან გაჩნდა, სადღაც დაახლოებით 100 წლის წინ ალბათ. და ეს არის ადამიანის სექსუალობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და იგი წარმოადგენს მდგრად ფსიქოემოციურ, სექსუალურ, ეროტეულ ტოლვას საკუთარი საპირისპირო ან ორივე სქესის ადამიანის მიმართ. ანუ ეს არჩევანი არ არის, ეს არჩევანი არ არის უბრალოდ ეს არ არის არჩევანი, ეს არის ადამიანის იდენტობის ისეთივე ნაწილი, როგორც არის მაგალითად ეთნიკური მიკუთვნებულობა ან სქესი მაგალითად, ხომ? და შესაბამისად ვთქვათ, პროპაგანდა გაუგებარია, როგორ შეიძლება მოხდეს ამისი პროპაგანდა, როგორც ამბობენ ხოლმე ძალიან ხშირად. ასეთ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაცია დაყავთ ხოლმე სექსუალურ ქცევამდე. სექსუალური ქცევა ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს სექსუალური ორიენტაციის, მაგრამ არა ერთადერთი, ხომ? როგორც ჩამოთვალე, ის მოიცავს ფიზიკურ ტოლვასაც, ეროტეულ ტოლვასაც, ასე ვთქვათ, ემოციურ მიმართებასაც, ხო, დამოკიდებულებასაც, ემოციური უპირატესობის მინიჭებასაც და საკმაოდ კომპლექსური სიდიდი არის შეიძლება იყოს. სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება, ამიტომ სტუდიაში მყოფი სტუმრებისთვისაც უბრალოდ თუ შეიძლება აი პროპაგანდასთან დაკავშირებით მინდოდა უბრალოდ დამემატებინა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი სწორედ იმისათვის, რომ შექმნან მტრის ხატი, უნდა მოახდინონ გარკვეული სოციალური ჯგუფის დემონიზაცია და მოახდინონ ამ საფრთხის გენერალიზაცია. აი ასეთ შემთხვევაში ხო, აი განტევების ვაცის როლს ძალიან ხშირად ასრულებს ხოლმე რომელიმე სოციალური ჯგუფი. აი ამ შემთხვევაში სწორედ ჰომოსექსუალები და ტრანსგენდერი ადამიანები არიან ასე დემონიზებულები ჩვენ საზოგადოებაში, ხო? და უამრავ რაღაცას უკავშირებენ ხოლმე. ხა ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ ის პოზიცია, უბრალოდ ამის გამოტოვება არ მინდოდა, როდესაც ამ ყველაფრის საჯარო სივრცეში გამოჩენას კრძალავს. საჯარო სივრცე არის საჯარო სივრცე და მასში არსებობის უფლება აქვს ყველა ჯგუფს, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს და საჯარო სივრცის მონოპოლიზაციაზე უფლება შეუძლებელია კონდეს რომელიმეს და გაამართლოს ეს გნებავთ დომინანტური კულტურით, გნებავთ რელიგიური შეხედულებით, გნებავთ ტრადიციით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ეკა აღდგომელაშვილი იყო ჩვენთან ერთად და ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში. ბატონ გიორგი, როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ახლა ქალბატონ ეკასანაც ვისაუბრეთ, რომ იმიტომ ვართ წინააღმდეგი ყოველგვარი, თქვათ, მანიფესტაციის, აი ამის ღიად ჩვენების საჯარო სფეროში ამის გამოჩენის, შენი სექსუალური, თქვათ, კუთვნილების და იდენტობის, რომ ეს ახდენს პროპაგანდას. მოდით გვითხრით, როგორ ხდება ამის პროპაგანდა, რას გულისხმობთ პროპაგანდაში, ან როგორ შეიძლება, თქვათ, იდენტობის პროპაგანდა, მას ხო შეიძლება ვიღაცამ ასეთივე წარმატებით მოახდინოს თავისი ეთნიკური კუთვნილების პროპაგანდა. ისეთივე იდენტობა ეს, როგორც თქვათ, ეთნიკური კუთვნილება ან რელიგიური კუთვნილება, ხომ? რელიგიური კიდევ უფრო ბევრად უფრო ეს ფაქიზია. კი ბატონო, მე როგორც ვატყობ, ძალიან მცირე დრო მექნება სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, ბატონ ბოკერიას ჩართვა არ იყო წინასწარ განსაზღვრელი, მაგრამ მე შევეცდები მაქსიმალურად, თქვათ, ბევრი დრო გქონდეს, რამე საერთო. თუ გარიჯი დარჩება ჩვენი მომლოცველობისთვის ხელმისაწვდომი, ამათ ღირდა ჩემთვის დროის მოკლება არ არის პრობლემა. მე შევეცდები ძალიან მოკლედ, არა მარტო თქვენ კითხოს უპასუხო, არამედ უბრალოდ პოზიცია ჩამოვაყალიბო, იმიტომ რომ მე ვხვდები, რომ ვერ ჩავეტევი დროში. ძალიან ბევრი რამ მოვისმინე თუნდაც აი წინა გამოსვლისაგან და ამ თემასაც ვადმევი თვალყურს და ძალიან გაუგებარი და არალოგიკური არის ისეთ საზოგადოებაში და სახელმწიფოში, როგორც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ნეგულისხმობ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს, რომ ვისაუბროთ აი ამ თემებზე, რომელზეც თუნდაც აი დღეს ვსაუბრობთ, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფუნდამენტური უფლება ქართულ საზოგადოებაში, ელემენტარული გამოხატვის უფლება დარღვეული არის ძალიან ბევრი პიროვნების მიმართ. ერთ-ერთს მე თვითონ წარმოვადგენ ტელევიზია ივერიას, რომელიც 4 წელი დახურული აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ამას არავინ არ იხილავს, მათ შორის არც კოლეგა ტელევიზიები, ეს სხვა თემა არის, უბრალოდ ისე ჩანართის სახით გავაკეთე. არა, ეს გავიარეთ, ნუ ინერვიულებთ. არა, რა თქმა უნდა, ჩანართის სახით გავაკეთე, კი მე ზოგავ. და გამოხატვის თავისუფლებას რაც შეეხება, ეს ეხება არა მარტო ამ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სხვა პიროვნებებსაც და პიროვნების მშობლებს
რომელთა შვილები ციხეებში იტანჯებიან და საშინელ დღეში არიან და არც საზოგადოება ამახვილებს ამაზე ყურადღებას და მასმედიაში ხო თითქმის ბლოკირებულია. ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ჩვენ პატიმრების უფლებებზე ახლა მქონდა ძალიან ვრცელი გადაცემა. ის ერთი გადაცემა ამას არ უშველია და იმიტომ რომ იგივე ის მოსახლეობის ნაწილი, მშობლები, რომლებიც გამოდიან, აი იგივე აჟიოტაჟი კინა Facebook-ზე ქვია თუ საზოგადოების თუ მასმედიის ხაზით, ამას არ ეთქვა. მე მივალ იმ თემაზეც. ასევე ეს არის გამოხატვის თემას რაც შეეხება. მეორე თემა არის, როდესაც ამ ჯგუფს რა ქვიათ ამ ექსექსუალურ უმცირესობებს რა ტერმინი უწოდო არ ვიცი ამ წუთში, ბევრი ტერმინი ეწოდებათ ერთ-ერთი ამოვარჩიოთ, თუ მათ აქვს თავისი გამოხატვის საშუალება. გამოხატვის საშუალება აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც ამის მოწინააღმდეგე არის. რაც შეეხება შეტაკების ელემენტებს. რა თქმა უნდა, ამაზე არავინ არ კამათობს, რომ მათაც უბრალოდ ძალადობაზეა საუბარი. ძალადობის ელემენტების მე ხშირად გამომითქვი ესეჭვი, რომ მე ვფიქრობ ეს უფრო პროვოკაციის ნაწილია, რომ შემდეგ აჟიოტაჟი მოყვეს ასეთი. ეს ჩემეული შეფასება არის, იმიტომ რომ ის ხალხი, იგივე ჩვენი მართლმადიდებლთა კავშირი, მართლმადიდებლთა კავშირზეა საუბარი, რომელთაც ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე წლის წინ სამართლებრივი და ლოგიკური რეაქცია მისცეს ერთ-ერთ გამოცემას, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ისინი გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლი და ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, უკანონოდ იხდიან სასჯელს ციხეში. დაახლოებით იმდაგვარი იყო, მაგრამ კიდე კაი ამ ეტაპზე პროვოკაცია იქამდე არ მივიდა, რომ ის პიროვნებებიც, რომლებიც უბრალოდ წინ გადაეღობნენ და ასევე მშვიდობიანად გადაეღობნენ, ხოლო ცალკეული შემთხვევები პროვოკაციული შეტაკებებისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ხელისუფლებისგან იყო ინსპირირებული თემის აჟიტირებისათვის. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და საერთოდ მართლმადიდებლობას ძალადობრივი ასეთი ქმედებები არ ახასიათებს და თუ ცალკეული გამოვლენა ხდება მხოლოდ პროვოკაციის შედეგად. და ისიც არ ამგონია რომ იყოს იგივე მართლმადიდებლობის შედეგად. თუმცა საპატრიარქოსაც აქვს ბუნებრივი ამ თემაზე, ხო? მამა მიქაელ ბოტკოველმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, მან თქვა რომ ესენი არიან ავადმყოფები, ჰომოსექსუალისტები და არ უნდა ეწეოდათ ამ ავადმყოფობის დემონსტრირებას ისინი საქართველოში და საქართველოს საპატრიარქო ყოველგვარი ასეთი მარშის წინააღმდეგია, რომ მათ უნდა იმკურნალონ და ასე შემდეგ. ანუ თუმცა ისე რა თქმა უნდა ამბობს, რომ ჩვენ ძალადობისაკენ არავის მოუწოდებს, მაგრამ აქ საპატრიარქოს მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებაში არ არის დაგმობა ამ ძალადობის, ისინი ამბობენ რომ არ მოუწოდებენ, მაგრამ მე მაინტერესებს ის ყოველთვის ხდება აპელირება პროპაგანდაზე, ძირითადად საზოგადოებაშიც, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლის უმრავლესობა, ხა იმ აზრზეა, რომ ესენი პროპაგანდას ეწევიან ჰომოსექსუალისტები და მათ აქვს შიში, რომ რაღაცა თავისი შვილი არ გახდეს ამ პროპაგანდის ხოპი. აი ძალიან მინდა დავაზუსტოთ, აი რა იგულისხმება ამ პროპაგანდაში. სოციოლოგიაში და პოლიტოლოგიაში ეს აქსიომის დონეზე ცნობილი მოვლენაა, რომ მიტინგი და დემონსტრაცია არის პროპაგანდა. ეს არის აქსიომა, ეს არის სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის როგორც საგანის მონაცემი. ამიტომაც აკეთებს ესა თუ ის ჯგუფი აგიტაციას, მარშს და დემონსტრაციას. ეს რომ ასია, ეს ფაქტი არის. ასეთი დაპირისპირებები იმ ევროპაში, რომელშიც ჩვენ მივდივართ ევროსაბჭოს წევრებად კიდევ გავხდებით, სისტემატიურია. იმ მაღალგანვითარებულ ბრიტანეთში თქვენი გეცოდინება და საზოგადოებას შევახსენება ოლსტერში ხდება რელიგიური ნიშნის დაპირისპირება, მათ შორის მკვლელობებიც კი კათოლიკებსა და ანგლიკანებს შორის. საყოველთაოდ ცნობილი არის ესპანეთში და საფრანგეთში ბასკური პრობლემა და დაპირისპირება ეთნიკური ნიშნით. აქ არის სხვა ნიშნის დაპირისპირება, რომელიც მე კიდე ერთხელ ხალხს ვუსმენ, რომ მე ვფიქრობ, არის პროვოკაციული ხასიათის. პროპაგანდა. კიდე რა არის პროპაგანდა? იმათონზურას რომ ვკითხოთ ჩვენ. ეს ცნობილია, რომ ეს ასე არის და როდესაც ეს საკითხი აი ესეთ გაგრძელებას პოვებს, მე ამას ერთიან ჯაჭვში განვიხილავ. ჩემი აზრით ჩნდება სხვა რაღაცა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა იმისათვის, რომ ქართული საზოგადოების მენტალიტეტი შეიცვალოს და რაღაცები დაიმსხვრეს, ღირებულებების სისტემა დაიმსხვრეს. ეს არის ჩემეული, ასე ვთქვათ, შეფასება. ზურაბ რა პასუხს ანუ რა არგუმენტი გაქვთ ხო თუ პროპაგანდაზე საუბრობთ ამ თვალსაზრისით რომ ამან შეუძლია შეცვალოს საზოგადოების მენტალიტეტი და საზოგადოება გახადოს უფრო ტოლერანტული ზოგადად ნებისმიერი სხვადასხვა ტიპის ჯგუფების მიმართ მე არ მიყვარს მაგის უმცირესობის ხმარება ამაში პროპაგანდაში იგულისხმება ცხოვრების წესი ხო ამას ვიძახი თუ საუბარი არის მხოლოდ ამაზე რომ საზოგადოება გახადოს უფრო ტოლერანტული ეს ამას მე მხოლოდ მივესალმები და მე მგონი ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანი უნდა მიესალმებოდეს თუ საუბარი არის იმაზე რომ
პროპაგანდის გზით, რომელიღაცა ჯგუფით ცდილობს შეცვალოს მოსახლეობის სექსუალური ორიენტაცია, ამ შემთხვევაში მე მგონი საქმე გვაქვს უბრალოდ ელემენტარულ განათლებასთან პრობლემასთან, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. რატომ? მოდით, აი ბევრს აქვს და მე მგონი ამაზე ქალბატონმა ეკამ უკვე ჩემი საზით ძალიან კარგად განმარტა, იმიტომ რომ ეს არის იდენტობის ნაწილი, ზოგადად არავინ არ იცის ზუსტად როგორ ყალიბდება, ეს ძალიან რთული ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ასე ვთქვათ პროცესების შედეგი საბოლოო ჯამში, როგორი სექსუალობა ჩამოყალიბდა თითოეულ ადამიანში და არავის არ აქვს არავინ არ იცის კონკრეტულად ეს როგორ ხდება. ამიტომ ეს არის ადამიანის იდენტობის ნაწილი და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ვიღაცა აღლომს ჩაატარებს თუ არ ჩაატარებს. ეს არის უბრალოდ სასაცილო, უბრალოდ ამაზეც კი საუბარი. ერთი, მეორე რაც მინდა, რაც ახლა ვისაუბროთ, მინდა რაღაც უბრალოდ სხვაზე რაღაცაზე გავაკეთო აქცენტი. ჩემი აზრით ზოგადად არასწორია, როდესაც საუბრობთ მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ დაკავშირებულ პრობლემებზე და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით პრობლემა თავარი სწორედ ეს არის. საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ჰომოფობიასთან პრობლემა, ეს არ არის. ეს არის უბრალოდ რაღაც ზოგადად თავარი პრობლემის მიჩქვა. ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ ჰომოფობები. შეიძლება თუ ზოგადად ფობიებზე ვლაპარაკობთ, აქ შეიძლება რაღაც ფობიების თელ ბუკეტზე ვისაუბროთ, ხო? ეს ადამიანები აგრესიულებად არიან განწყობილი, არა მხოლოდ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ, არამედ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების მიმართ და ასე შემდეგ და ამის უამრავი ფაქტი ვნახეთ. და ზოგადად ახალგაზრდების მიმართ, რომელთაც მაგალითად უნდათ რომ რაღაც ჰალოვინის ღამეს რაღაცა გაერთონ და იმხიარონ ესენი მიდიან და აპარატურას თავზე ამტრევენ ამ ახალგაზრდებს. ხო, ამიტომ აქ ჩემ პრობლემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რაღაც უბრალოდ ერთი ჰომოფობია. აქ არის პრობლემა, ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი, მოიტყოდეთ პრიმიტიული ფაშისტები და მათი ადგილი და მათ შორის პირველ რიგში ჩემი აზრით აი სასულიერო პირების, რომლებისგან ამ ყველაფერს რომელთა სახეების და გვარებიც კი არა თუ მხოლოდ სახეები ვიზუალურად, ამ სახეები და გვარებიც კი ცნობილია საზოგადოების, მათი ადგილი არის ციხეში რა. არ არის აუცილებელი ჩვენ ველოდოთ, როდის ადგება რომელიღაცა სასულიერო პირი და დავინახოთ კადრში როგორ ურტყავს თვითონ ვიღაცას, ხო? ჩვენ ხედავთ რომ ბევრი შეხლა შემოხლის უკან სწორედ ეს სახეები დგანან. მე არ მახსოვს არც ერთი კადრი მაგალითად რომ ბასიმ კავალიშვილი თვითონ ვიღაცას ურტყავდა. არა დავიჭირეთ, იმიტომ რომ ცხადი იყო ის აგრესია, რომელიც მოდიოდა ამ ჯგუფის მხრიდან, მათ უკან იდგა სწორედ ბასიმ კავალიშვილი. ასევე ჩემი აზრით ძალიან ცხადია, რომ ამ ადამიანების უკან დგანა სწორედ ეს რამდენიმე სასულიერო პირი და ჩემი აზრით რაღაც გრძელი წვერი და შავი ანაფორა არ უნდა იყოს არავისთვის იმუნიტეტი. ეს ადამიანები არიან ფაშისტები, მათ რაღაც პირდაპირ მითითებებს თუ მათი ხელდასმით ხდებათ როგორ ხდება, მე არ ვიცი ზუსტად, მოყვება ხშირ შემთხვევაში აგრესია ჩვენი კონკრეტული მოქალაქეების მიმართ და ამიტომ ჩემი ეს ისინი უნდა დაისაჯონ. ეს არის და ეს დავუსვათ თქვენ თქვით ტერმინი დავიჭირეთ თუ დაიჭირეს დავიჭირეთ მე ვიგულისხმობ რომ მე ჩემს თქვენ უფლებათა დამცავი ორგანიზაცია იყავით თქვენ სამართალდამცავი ორგანიზაცია მე არ სამართალდამცავი აბა როგორ დაიჭირეთ თქვენ დავით მე ვარ ამ სახელმწიფოს ნაწილი და ჩვენ სახელმწიფომ დავიჭირეთ და დაიჭირეთ და სასამართლოს გარეშე და იმის ბრალდებულობის დამტკიცების გარეშე ამბობთ ხალხის ციხეს ჩასასმელი ხო მე არ ვიცი სამართალდამცავი ხართ რა სად მოისმინეთ ეგ რომ მე ვთქვი რომ სასამართლოს გარეშე ჩავსათ არა ეხლა თქვით არა სასამართლოს გარეშე არა იგულისხმობ რომ ფაშისტები არიან და ჩასასმელიან ციხეში და დასაჭერები არიან კი არის ეხლა ადამიანები გამოხატავენ თავის მოსაზრებას ეს ხალხი არ არის მოსაზრების გამოხატვის გამო არავის დაჭერას მე არ მოვიტყო საუბარია რომ მათი მოსაზრების გამოხატვას და მათი ხელდასმას ზოგადად მითითებებს მოყვება ის რომ ვიღაც ახალგაზრდები ცემენ სხვებს და შორის უმტრევენ აპარატურას და ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა რაღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აღარებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და საკუთრებასაც უნადგურებენ და ხა მე არ ვიცი კიდე რა შეიძლება უნდა გააკეთოს ადამიანმა და ისთვის უნდა დასაჯო ძალადობრივ ქვენებაზე მე ვთქვი რომ ჩემი აზრით ეს არის პროვოკაცია რომელიც შეგნებულად არის მოწყობილი და მას აქვს შეგნებული განვითარება ვინც ამას აკეთებს დავიჭიროთ და მე ვნახოთ კიდე ვინ მოაწყობს პროვოკაციას ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან ანუ საქართველოს მართლმადიდებელთა კავშირი ემსახურება მართლმადიდებელი კავშირი არაფერ შუაში არის პროვოკაციას აი ეს ღონისძიება რომელიც მოაწყეს და შემდეგ ძალადობრივი ნაწილში გადაზარდეს და მოუწყეს სასამართლო პროცესი მართლმადიდებელთა კავშირს ეს იყო პროვოკაცია რომელიც მოუწყეს ამ მართლმადიდებელ შრომთა კავშირს ძალადობას ვინ დაიწყო ძალადობა იცით რა ძალადობა აი ქუჩაში რომ გავალთ რა ვიცი ყველა სხვადასხვა იმის ადამიანები ვართ რა ქვია ხასიათის თუ მომაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას შეიძლება მეც გავხდე მაპროვოცირებელი რომ ვინმე სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა ეს დასადგენია ხა მე არა მაგრამ ბერკეტები რა დასადგენია პროვოკაციაზე ახალგაზრდები იკრიბებიან უნდა გაერთონ ღამე მიდიან ვიღაცები და აპარატურას ულტრავენ თავზე ალეწავენ ასხენულ ბავშვებს უყურებთ მე სხვადასხვა კადრებში და თქვენ იძახით რომ ხა აქ კიდე გასარკვევია საიდან მოდის ეს აგრესია კარგია თქვენ თუ დაადგენთ ფაქტებს კი ბატონო გადადგენა გადაღებულია კადრები არსებობს არა არ ვიცი მაშინ გადადგენა მაგას მე რა საგამოძიებო მაგას ლაპარაკობ ხო და საგამოძიებო აქაც იგივე იყო ახალგაზრდები შეიკრიბნენ ხიარულ ფერებში კარგ განწყობაზე ფილარმონიდან დაიწყეს სოლო მიდიოდნენ და უცებ წინ ვიღაცები გადაუდგნენ ეუბნება არ გაგატარებთ და შოთმენ რუსთაველის გამზირი მათ საკუთრებაა საკუთარ სახში ნუ შეუშობენ და ეკლესიას ნუ შეუშობენ
შეუშებენ. მათი საკუთრების უფლებები არის, იქ ნუ შეუშებენ, მაგრამ რუსთაველის გამზირი არის ყველასი, მათ შორის იმ ახალგაზრდებისაც. და ყველანაირი უფლება აქვს და უპრობლემოდ გაიარონ აქეთ იგი. ეს სახელმწიფო რამდენჯერაც სურვილი ექნება. ეს სახელმწიფო თუ თქვენი საკუთრებაა, როგორც ჩემი არა, ყველასია. ხო, ყველას. ესე იგი იმ ხალხისაც ხომ არის? ხო, ოღონდ რუსთაველის გამზირი არის, რუსთაველის ხალხისა და მათ არ აქვს. ერთზოს არის უფლება, რომ ვიღაცას გზა გადაუკეტონ. როგორ არის აქვს? პიკეტირების უფლება არის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება. გამოხატვის საშუალება. შენობის პიკეტირებაზე არ და შენობის პიკეტირებას არის და არა ბატონო ეს ფეხაში ჩართეთ ინტერნეტში დღესაც იქნება რა დაპირისპირებები ხდება უსტერში რელიგიურ ნიადაგზე თუ ასე არ ხდება თქვით არა და იყოს მოდელი ისე მაინტერესებს მოდელი არა ბელფასტში რა ხდება ბელფასტშიც რა ხდება და ესპანეთში და საფრანგეთში რა ხდება ძალიან ცუდია თუ ხდება ესე იგი ხდება ხო აქედა გავხდება იმას გეუბნები არა რაც უნდა მოხდეს არ გეუბნები ირლანდიაში მე ვამბობ აბა რას ამბობ სხვა ამ შემთხვევაში სხვა რამეს გულისხმობ საუკუნეების წინ დაწყებულ რელიგიურ მტრობას ეხლა არის გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი რა თქმა უნდა ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება მათ შორის თუ ეს კანონმდებლობა არ კრძალავს და ბევრ ქვეყანაში არ კრძალავს რაღაცა შეიძლება ფაშისტური იდეებიც გამოხატოს მაგრამ საუბარია имаზე რომ უნდა მოხდეს თუ არა ძალადობა უნდა იძალადონ თუ არა ერთმანეთზე განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანმა. შეიძლება თქვენთვის არ არის მისაღები ვიღაცის ცხოვრების წესი, მაგრამ გაძლევთ თუ არა კანონი ნამდვილად არ გაძლევთ ამის უფლებას, რომ მასზე იძალადოთ, ხომ? და ამის გამო თავში წამოარტყათ, ცემოთ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინ ამბობს, რომ ესე უნდა გავაკეთოთ? ნამდვილი ხანი მე გიმტკიცეთ იმას, რომ ეს არის პროვოკაციის შედეგი და იმიტომ ხდება ამის დაგეგმვა და კიდე იქ რა ვიცი, ვიღაცეების მხრიდან პროვოცირებით აგდება ამ დაპირისპირებისა, რომ მე ეს კადრები აჩვენონ წარამარა, მაგრამ როდესაც შენ დაიძრები და უნდა ჩაიარო ჩემს რამდენჯერ უნდა გახდეს პროვოკაციის მსხვერპლი მე ხოშილა ვისაუბრო რა თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გადასაჭრელად ვისაუბროთ. როდესაც თქვენ უნდა გაიაროთ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც ჩემთვის საკრაული მნიშვნელობა აქვს, მე შემიძლია გადაგეღობოთ წინ, მაგრამ როდესაც თქვენ მე დამაფიქსირებთ, რომ მე თქვენზე ძალადობა განახორციელე, კი ბატონო, მე როგორც პიროვნება შეიძლება დამსაჯოთ, მაგრამ ეს საკითხი უნდა მოვიდეს თავის გამოძიებამდე. მე რატო დავიწყე ცოტა შორიდან? ეხლა გახდა ამ 50 კაცის, რომელიც ნახევარზე მეტი შეიძლება არც კი იყო ჰომოსექსუალი და მართლა არც იყო, იმიტომ რომ იმ ხალხს პრობლემა არ აქვს, თავისთვის ახორციელებენ თავის საქმეებს თავის ოთახებში. და არ ჭირდებათ ეს დემონსტრირებები. დემონსტრაციები ჭირდებათ ვიღაცებს პოლიტიკური მესიჯებისა და მიზნების განხორციელებისათვის და 50 კაცი დასაცავი გახდა და ციხეებში რა ხდება პატრიარქი წერს თავის ეპისტოლეებში ტუბერკულოზი სენი იქ არის საშინელ მდგომარეობაში პატიმრებს წევენ. ეს ხალხი არ არის დასაცავი და აი ესეთი აჟიოტაჟი არ უნდა მოხდეს ამას. არ არის დასაცავი. და რატო არ ხდება ასეთი? ვინ გითხა მე ვიცი ეს დასაცავი. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას რომელიც ეხება ხაღალდების წერა საქმე არ არის. ომბუდსმენის თემები მათ შორის ამას აკვირდება კიდე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ეს თემები არის მუდმივად აქტუალური არაფერი აქტუალური ეს აინტერესებს და ეს არის ხაღალდების მოწერა და არა აგინდა თქვენ რო აი ესეთი არის რაღაცებში პროგრესი არის დარჩენილი მე მგონი რაღაც ორი ციხე სადაც კიდე არის ბევრი პრობლემა ორი ციხე კი არ არის ყველა ციხე ასეთია თქვენ ახლა ყურადღება გინდათ ამ პრობლემიდან გადაიტანოთ იმ პრობლემაზე მე არ მგონია რომ ეს ერთმანეთის ყურადღება კი არ უნდა გადავიტანოთ მე გითხარით პრობლემა არის გეთანხმებით წელი დავსვა და ვისაუბროთ იმაზე რაც ასევე პრობლემა არა ამ შემთხვევაში გადაცემა მეორე პრობლემას ეძღვნება და არა იმას ზოგადად კიდე რა პრობლემა ქონდა ამ ხალხს ძალიან ბევრი პრობლემა მათ შორის უფლებების დაცვით მაგრამ ჩვენ თუ ყველაფერს ერთად ვილაპარაკებთ ვერაფერს ვერ ვუყურებთ ეს საუბარი არის ამ კონკრეტულად ამ პრობლემაზე არა იმაზე პრობლემა გავიგეთ ციხეებში არის პრობლემა არა ჯაჭვში არის ბატონო მე გამეორებას ჩამეწვა მაგრამ გეუბნებით აქავარ ბატონო ტელევიზიის ხელმძღვანელი რომელსაც 4 წელია ხურავს სახელმწიფო არავის ხმა არ ამოუღია არც ჩვენს ეგრეთ წოდებულ კოლეგა ტელევიზიებს ამიტომ რუსთაველზე არ გავატაროთ ახალგაზრდები ფრიალად დროშები და ეს იმას ნიშნავს რომ ეს მთელი ღონისძიება რაც ამ დღეებში გამართulli იყო პროვოკაცია ხო ნუ ეხლა მე მესმის ანუ ეს დებისმე რაღაცა შეიძლება დაარქვა პროვოკაცია ამ არგუმენტით შეიძლება დედამიწაზე გაამართოს ნებისმიერი რამე ყველაფერი შეიძლება გაამართოს პროვოცირებით მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს პროვოცირებული იყო თუ არ იყო პროვოცირებული ხელისუფლების ან ვიღაცის იმად ის ადამიანები ვინც ამაში მონაწილეობენ და წლების განმავლობაში ჩვენ უყურებთ ერთი და იგივე სახით მათ შორის სასულიერო პირებს ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და რო დაკითხავენ მე შეიძლება თქვა რომ თქვას აი ვანომ დამირეკან მიშამ დამირეკა და ამიტომ გავაკეთე ეს პიროვნებები არ არიან პროვოკაციის ავტორები პროვოკაციის ავტორები არიან აი ღონისძიების მომწყობები ხო არ ვიცი ნუ ჩემი აზრით ესე არის. გავიგე, მაგრამ ეს ანიშნავს მაგრამ არგუმენტი იმისა, რომ საქართველოში არც ადამიანის უფლებები, არც გამოხატვის თავისუფლება არის და ამ დროს ვლაპარაკობთ 50 კაცის გასეირნებაზე რუსთაველზე, ეს არის მე მგონი არალოგიკური. მე ვერ გავიგე, ამდენი პიროვნების უფლება ირღვევა, ადამიანის უფლება ირღვევა და მასმედიის უფლება ირღვევა, ამას არ არის. ადამიანების უფლება არა, მათი უფლება თავისთვის ცხოვრობენ, არავინ არ უვარდება სახლებში. არც ომბუდსმენის არც ერთ დასკვნაში არ ყოფილა.
არც ერთ დასკვნაში მე თვალყურს ვადნებ ხოლმე სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევას. ხა საუბრობდა ქალბატონი აქ რაღაც გამოკითხვის შედეგებზე. იყო რელიგიური უფლებების დარღვევა, იყო ეთნიკური უფლებების ომბუდსმენის დასკვნაში. წლების განმავლობაში ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, იმიტომ რომ არავინ არ უვარდება მათ სახში და თავის ოთახ ბუნაგებში და ოთახებში სადაც ისინი მოვაწეობენ. მარტო იმის უფლება რომ თავის ოთახში საძინებელში რაც უნდა ისაკეთონ, ასევე იმის უფლებაც აქვს რომ რუსთავაზე გაიარონ და კიდე ბევრი სხვა რაკმების მე უფლება რა თქვენ გარდა. თუ მათ აქვთ ამის უფლება. საქართველოს მოქალაქე. მათ აქვთ ამის უფლება. ასევე უფლება აქვთ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს გზა გადაუღობო მშვიდობიანი პიკეტირებით. არა, მშვიდობიანი პიკეტირება. მშვიდობიანი პიკეტირება არ იყო, ისინი იდგნენ და დედას აგინებდნენ. თქვენ თუ მშვიდობიან პიკეტირებას ეძახით დედის გინებას, თუ ჩემთვის დედის გინებას მშვიდობიან პიკეტირებას არ ეძახით. აგინეს მანამდე, სანამ არ გამოიყვანეს ერთი ახალგაზრდა წყობიდან. ხა ეს არ არის მშვიდობიანი რა. არა, ეგ სასამართლოს განჯადი თემა არის. არა, ეგ სასამართლოს განჯადი. რა თუნდაც სასამართლო კადრები არსებობს, შეგიძლიათ უყუროთ, ძალიან მარტივია, შავი და თეთრი დაინახოთ. თუ ამის დანახვის სურვილი გააქვთ. თუ არ გაქვთ, მას შეგიძლიათ ვიზახოთ, რომ ეს არის პროვოცირება გინათ ხელისუფლების მხრიდან ან რაღაცა უცხოელი კაპიტალისტური ქვეყნების აგენტების მხრიდან და ასე ჰომოფობია არის საქართველოში პრობლემა? მათ შორის საზოგადოება ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანის პრობლემა. ზოგადად საზოგადოებაში არის სერიოზული პრობლემა ჰომოფობიის. თუმცა მე ამ შემთხვევაში ვიძახი, რომ ეს არის კონკრეტული ერთი აგრესიული ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს არა მხოლოდ ვთქვათ მართლმადიდებლთა შობელთა კავშირი არ არის ხო? მე დარწმუნებული ვარ თქვენ არის უამრავი ადამიანი, მე ოჯახის წევრები მყავს და ნათესავები მყავს და მეგობრები მყავს, რომლებიც ძალიან ჰომოფობები ხარ. მე ამ საზოგადოებაში ცხოვრობ არც წიდან არ ჩამოვარდნილი ვარ, ხო? არის ეს ძალიან სერიოზული პრობლემა. ნუ გავქეთ ამას შეიძლება ეშველოს დროთა განმავლობაში ამას ჭირდება განათლება. ერთადერთი სხვა წამალი ამის არ არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს ხა ჰომოფობიის გამო ვიღაცას მივარდე და დაიჭიროთ, მე ხო ამას არ ვამბობ. მე ვამბობ ამ ზოგადად ამ ჯგუფს, რომელსაც ქვია მართლმადიდებლთა შობელთა კავშირი, ახასიათებს არა მხოლოდ ჰომოფობია, არამედ კიდევ ბევრი სხვა რაღაცები. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. მათთვის მისაღები ნორმალური ადამიანი არის მარტო რაღაც 7 თაობით ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, ჰეტეროსექსუალი. აქედან ერთი ელემენტარული გადახრაც კი ბჭყალებში გადახრა, უკვე გრიყავს ზოგადად საზოგადოებიდან და აღარ გქრიან ამ საზოგადოების წევრად. გქრიან ავადმყოფად, რომელსაც უნდა უკურნალო. ან საერთოდ არანაირი უფლებები არ აქვს, იმიტომ რომ ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ეს არის პრობლემა და არა ის რომ ზოგადად არ უცხადია საზოგადოებაში ჰომოფობია ეგეც პრობლემა არის, მაგრამ იმას განათლებით მოევლება დროთა განმავლობაში. ესე მას ვერ უშველით, მაგრამ ეს ხალხი, რომელთაც მომდინარეობს ეს აგრესია და მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდების, ამის გამო უნდა დაისაჯონ. მე ამას ვსაუბრობ, თორე არა იმას რომ ჰომოფობია არ არის ცხადია, არის როგორ არ არის. ეს არის რა თქმა უნდა სრული ცილისწამება, კი ბატონო, ეს სრული ცილისწამება მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე, იმიტომ რომ მთლიანად ქართული საზოგადოება არის, ნუ მისი აბსოლუტური უმეტესი ნაწილი ნეგატიურად განწყობილი ასეთი ტიპის ცხოვრების წესისადმი და არა ადამიანებისადმი, როგორც ცხოვრების წესის რომ ჩემთვის მიუღებელი, ეს არის ჰომოფობია? ეს ცხოვრების წესი რომ მიუღებელია? გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოება არის აგრესიული განწყობილი. მე თუ შემოგივარდები, შენ როცა ამ აქტს ატარებ, კი ბატონო, ჰომოფობია, მაგრამ შენ რო გაევრი დემონსტრაციით თავისი წითელ-ყვითელი დროშებით, ეს არ არის, ეს არის ჩემი ინტერესების დაცვა. ასე მე იმიტომ მოგიყვანით მაგალითები და თუ არ იცით შეგიძლიათ და საზოგადოებას ნახოს ინტერნეტში რა ხდება, როდის გამოივლიან იქიდან ანგლიკანები, დაუხდებიან აქედან კათოლიკები სხვა ევროპაში და ხოცავენ. არა თქვენ ხა ამ ინგლისში თუ ხდება ეგეთი რაღაცა, ირლანდიაში თუ ხდება, ესპანეთში თუ ხდება, ამიტომ ჩვენთანაც უნდა ხდებოდეს ეს არის კარგი. ჩვენთანაც ის უნდა ხდებოდეს. რა არგუმენტია სადღაც რო ხდება, იმათ აქვს თავიანთი პრობლემა. ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენ პრობლემაზე. ხო და ჩვენ პრობლემაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ ხალხს თავის პრობლემა არ აქვს, თავის ცხოვრების წესი და ცხოვრობენ თავის ოთახებში და ვიღაცეება არ უნდა შეკრიბონ და ეს პროვოკაციული დემონსტრაციები არ უნდა მოაწყობინო და პროვოკაციული არის ჰომოფობია. როდესაც შენ იცი ჰომოფობია და ბრძოლის საერთაშორისო დღე გამოიტანეს ჭრელი დროშები და მხიარული განწყობით მოდიოდნენ რუსთავაზე. თქვენ ეძახით ამას ჰომოფობიას. თქვენ ეძახით ჰომოფობია. ეს არ არის ჰომოფობია. ეს არის ჩვენი საზოგადოების განწყობა ამდაგვარი ცხოვრების წესის მიმართ. ჩვენ საზოგადოება ძალიან ტოლერანტულია, სამწუხაროდ ზედმეტ ტოლერანტულია ზოგიერთ შემთხვევაში. ამ შემთხვევას არ გულისხმობ. გულისხმობ სხვა შემთხვევებში და იმიტომ ვართ იმ ფაქტის წინაშე მე ვერ ვასწრებ ახლა სხვა თემებს ვლაპარაკს, რომ აზიზიეს მეჩეთი შენდება იმის თანახმად და მე ვერ მოვასწარი და ვერ ვერთვებით სათანადოდ ამ თემებში. ზედმეტად ტოლერანტულები ვართ, თორე მეჩეთები ჩვენ საქართველოში გვაქვს 350 ცალი. მაგრამ თურქეთში ერთი ცალი ეკლესია არა გვგახსნილი. ეს არის? ცდილობთ ყველანაირად რომ არა, რაოზენოთ ცდილობენ, მე აქ მიწოვეთ წელიწადში ერთხელ და ისე ციხეებზე საუბრობთ მაგრამ მე როგორც მივხვდი, ეხლა აქ მართლმადიდებლთა შობელთა კავშირის დაჭერას აპირებენ და წინა სასამართლო პროცესი არის. აბა რა ვიცი, ეხლა იმდენი ეპითეტები ვუხარით ამ ხალხს, რომ მე არ ვიცი ასეთი რამე რა მოხდა განა იმისთანა, მშვიდობიანად გადაუკეტეს ერთმა ჯგუფმა მეორე ჯგუფს გზა. მოდი კიდე ერთხელ ნახოთ მაშინ ძალადობრივი განსხვავებული ხედვა გასაშაში ზოგიერთი დემონსტრაცია. კადრები თავის დამდგარიყო და მოეთხოვოთ რომ ეს ადამიანი რო კადრები ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ რამდენად ასე ვთქვათ მშვიდობიანი იყო. არა, მაგაზე გითხარით ეს რა იყო და შეგხვდით პროვოკაცია.
სამწუხაროდ ეს არ იყო, თქვათ, მშვიდობიანი საუბარი ერთმანეთში, მოდი ესე ვთქვათ. ძალადობრივი გამოხტები მეკითხეთ იყო პროვოკაცია და ეგ უნდა გამოიძიონ, მაგრამ თუ ისე ხელისუფლება გამოიძიებენ, ვინც ეს მოაწყვრანიად გამოიძიებენ, ჩავსვევენ ისე მართლმადიდებლთა კავშირის წარმომადგენლებს ციხეში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. იშაა პრობლემა. იშა უნდა გადადგეს და მაშინ არა, მისი თანამდებობი ოპოზიციაც პრობლემა არის და მას-მედიაც კიდევ, თავის გაზეთებიანად. უბრალოდ დრო არ აქვს, თორემ ამას დაწვრილებით აღიხსნით და საზოგადოებას. შაოსანი ხალხისგან და ყველა პრობლემაა. შაოსანი ხალხის მადლი დგას ეს ქვეყანა კიდევ და აი მიშას და მისი ოპოზიციის გზით სად მიხვალთ მაგას დაინახავთ ცოტა ხანში. გიორგი ანდრეა და ზურა ჯაფერიც ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ამით გემშვიდობებით მომავალ კვირამდე კარგად ბრძანდებოდეთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.